გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. დღეს უნდა ვისაუბროთ წარმატების და კეთილდღეობის თემაზე. როგორ მივახციოთ წარმატებას და ვიყოთ ბედნიერები. ამიტომ თუ თქვენ ცხოვრებაში ახლა ისეთ ეტაპზე ხართ, როდესაც ფიქრობთ, რომ ბოლომდე ვერ მიაღწიეთ იმ წარმატებას, რომელიც გინდოდათ. ან შეიძლება ფიქრობთ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა, მაგრამ გაქვთ რაღაც დანაკლისი, რომელსაც ჯერ სახელი ვერ დაარქვით. მერწმუნეთ, ეს პოდკასტი თქვენთვისაა. დღეს მე მოვიწვია სტუმარი, რომელიც გახლავთ ისეთი დონის ბიზნესის, ისეთი დონის წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც მე ჯერ არ მყოლია სტუმრად. ამიტომ ასეთი სტუმრები, როდესაც უცხოურ პოდკასტებში მხვდება, მე ვუსმენ ყოველთვის ფურცელით და პასტით ხელში და ესეთი მომარჯვებული ვარ, რომ რამე არ გამომრჩეს. თქვენც იმავეს გირჩევთ რომ მოისმინოთ ყურადღებით, იმიტომ რომ ამ გზას დარწმუნებული ვარ, ბევრი გადიხართ, ან უნდა გაიაროთ, გააჩნია რა ეტაპზე ხართ თქვენი ცხოვრების. ამიტომ მე თქვენს ადგილას ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, სანამ კარიერულ გზას დავიწყებდი, აი ეს საუბარი მომესმინა, ეს ადამიანი გამეცნო და ამ ადამიანის გამოცდილება გამეგო. სანამ ჩემს სტუმარს წარმოგიდგენთ, აუცილებლად უნდა ვახსენო სალომე კასრაძის პოდკასტის წარმდგენი, ეს არის ავეჯის სახლი ლაქშერი, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის 24 ნომერში, აღმაშენებლის ხეივნის 24 ნომერში და ავეჯის სახლ ლაქშერის ჩემი მაყურებლისთვის აქვს ძალიან კარგი შეთავაზება. დღეიდან მაისის ბოლომდე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 10%-იანი ფასდაკლებით, თუ წარადგენთ ჩემს პრომოკოდს SAGOSI. ეს დეტალები ყველაფერი მითითებული მექნება აღწერაში, ვიდეოს ქვემოთ, ასე რომ დააკვირდით მულის მაქვს მითითებული ავეჯის სახლის ინსტაგრამის გვერდის და შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაეცნოთ დეტალებს. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და ახლა წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, საშა კაცმანს. როგორც ვახსენე, საშა, შენერი სტუმარი მე პირველად მყავს ბიზნესის წარმომადგენელი ჩემს პოდკასტში. მადლობა სალომე. ცოტა ისე შინაგან ისე წარდგენა გააკეთე, რომ ანუ უორენ ბაფეტს ველოდებოდი, ან ილონ მასკს, ან ვიღაცებს. იცი რა, შენ ხარ ჩვენი უორენ ბაფეტი. სლად არა, მაგრამ რაღაცეები შეიძლება არის შემსხორებაში, რომელიც ღირს მოსასმენად და გასაზიარებლად მაგისთვის ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ და მაქსიმალურად ვაზიარებ ჩემ გამოცდილებას. რადგან მე თვითონ მაკლდა იყო დრო, როდესაც მაკლდა ეს გამოცდილება. მაკლდა ხალხი, რომელიც ამ გამოცდილებით თუ გადიოდა, რომ გაეზიარებინათ, ამიტომ დავპირდი ჩემ თავს, რომ ოდესმე აუცილებლად ამას ყველაფერს გავაზიარებ და ხა ვაკეთებ ამას. სანამ დავიწყებთ ამ თემაზე საუბარს, რაც ჩემთვის იყო ნამდვილად სიურპრიზი, მანამდე მინდა აუცილებლად წარგიდგინოთ საშა კაცმანი, ვინც არ იცნობთ მას და არ გსმენიათ მის შესახებ და ამისთვის უნდა მოვიშველიო ჩემი ჩანაწერები, იმიტომ რომ იმხელა საშას მიღწევები და მისი შემოქმედება, ასე რომ ვთქვათ, რომ უნდა ჩავიხედო აუცილებლად. ესე იგი, ამჟამად საშა კაცმანი გახლავთ საკონსულტაციო კომპანია კაცმან და მეგობრების დამფუძნებელი. მანამდე 2015-დან 2018 წლებში იყო საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ბრენდინგის მთავარი ხელმძღვანელი. 2015 წლამდე ამავე ბანკში ხელმძღვანელობდა მარკეტინგის გუნდს. მანამდე იყო მარკეტინგული სააგენტო SARKES პარტნიორი და მთავარი შემოქმედებითი ხელმძღვანელი. ესე იგი, SARKES-თან არის დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გაიარა თანამედროვე საქართველოს, ასე რომ ვთქვათ. ეს შეიძლება ყოფილიყო სახელმწიფო თუ ბიზნეს რეფორმა, აი არაფერს არ ჩაუვლია საშა კაცმანის გარეშე. მათ შორის იყო საქართველოს საპატრულო პოლიციის ριბრენდინგი, რის შედეგადაც პატრულის ნდობა 2%-დან 1 წელიწადში ავიდა 80%-მდე. ასევე იყო სამხედრო რეზერვისტების მომზადების საჯარო კამპანია, იყო ბათუმის პოპულარიზება როგორც გლობალური ტურისტული დანიშნულების ადგილის, იყო საარჩევნო პოლიტიკური კამპანიები როგორც თბილისის მერის, ასევე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ბანკში მის სახელთან არის დაკავშირებული მთელი რიგი სიახლეები და რეფორმები. მოკლედ საშა კაცმანის 20 წლიანი გამოცდილება მოიცავს აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციას ფინანსურ შემოქმედებით, პოლიტიკურ კამპანიებსა თუ PR მიმართულებებში. ეს არის ძალიან ცოტა, საშა CV არის, ასე ვთქვათ, 5-ჯერ უფრო მეტი ვიდრე ახლა მე ვახსენე. და მე რა მაინტერესებს? აი ასეთი ფიგურა, როგორც არის საშა კაცმანი 2019 წელს გაქრი და უცებ შემთხვევით აღმოგაჩინე YouTube-ზე.
გავიხედე და ჩემი პოდკასტი როცა დავიწყე, ზუსტად მაგ პერიოდში იყო, როდესაც შენ დაიწყე პოდკასტი და ვხედავ, რომ საშუალო კაცმას მიყავს პოდკასტი და იწვევს ისეთ ხალხს და ისეთ ფიგურებს და ისეთ თემებზე ესაუბრება, რომ თავი მეგონა ცოტა რაღაც შეხვედრაზე, ხო იცი, დირექტორის კაბინეტში და ვუსმენდი ძალიან ისეთ კონფიდენციალურ ინფორმაციას, თან შენ ისე ხსნი ამ სტუმრებს, ისეთ რაღაცებს ყვებიან, მე მგონი თვითონაც რო არ წარმოედგინათ. და მოდი გითხარი სად იყავი მთელი ეს წლები და ამ YouTube-ზე რა მოგიყვანა? აქ რა მოგიყვანა, ხო იცი? როგორ აღმოჩნდია? იცი რა, პირველ რიგში ესე გავუცე, იცი რა, ვაკვირდებოდი ჩემ თავს, იმიტომ რომ ობიექტურად მე ყოველ შემთხვევაში 19 წლამდე, ესე ვიტყვი, იმ 19 წლამდე, რომელსაც შენახსენებ, 2019 წლამდე. ხო, ვიყავი კადრს მიღმა ადამიანი. და ძალიან ბევრი კამპანია იქნებოდა პიარული, მარკეტინგული, ბრენდის შენებლობა თუ სხვა მნიშვნელოვანი პროცესები ბიზნესში თუ სხვა სფეროებში ჩვენი ქვეყნის ვიყავი ჩართული, მაგრამ მაინც ვიყავი კადრს მიღმა და კადრში იყო სხვა ხალხი. და ჩემთვის ეს ძალიან კომფორტულად იყო, რომ არ მოგატყო. საერთოდ არქეტიპულად ჩემში წამყვანი ერთ-ერთი არქეტიპი არის, რომელსაც დიდად საჯაროობა არ უყვარს. და შესაბამისად ესე როგორ თქვა, თავისთვის ოთახში გამოკეტილი რაღაცას მოხარშავს და მოიფიქრებს, ეგეთი არქეტიპი არის ჩემში ერთ-ერთი წამყვანი, არ არის ერთადერთი. შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს, მაგრამ არქეტიპები თავისებური ტიპოლოგია არის, რომელიც პრინციპში იუნგმა გააჩინა და იუნგის სკოლიდან გამომდინარე გავიცანი მე თავის ძოზე მარკეტინგში გავიცანი ეს ყველაფერი და რომ ყველა მარკეტოლოგისთვის ყოველ შემთხვევაში თავმოყარე მარკეტოლოგისთვის მნიშვნელოვანია რომ არქეტიპი იცოდეს და მე რავი იბერსენაძესთან ერთ-ერთ ტრეინინგზე ვერ ყვევოდი რომელია ჩემი წამყვანი არქეტიპების უკვე როგორც საშა კაცმანის შესაბამისად რა იყო წამყვანი არქეტიპი? იცი რა, ჩემი წამყვანი, თავარი წამყვანი ჰერმესი იყო, რამაც მომიყვანა და კომუნიკაციაშიც მაგიტო აღმოჩნდი, მე რაღაცნაირად უფრო შემეკრა სურათი, რატო კომუნიკაცია, რომ ჰერმესი არის კომუნიკაცია, არის ჯერს ერთი არქეტიპი, რომელსაც მიესრულება ყველასთან, ეგრეთ წოდებული შიგრიკი იყო როგორც არქეტიპი და შესაბამისად მას აქვს წდომა ყველა სამყაროსთან, აქვს უნარი რომ გადასცეს სიტყვით, ანუ სიტყვის ზალა აქვს და არასოდეს არ ვფიქრობდი მაგაზე რომ თუნდაც აი რომ რას დავაკავშირო იცი კლიპებისთვის ტექსტებს რომ წერდი და კოპირაიტს რომ ვაკეთებდი, არასოდეს არ ვფიქრობდი ახლა იმაზე იმ მომენტში რომ მე პოეზიის ნაწილი მომწონდა, ანუ ჩემთვის კლიპებისთვის კოპირაიტის წერა თავის დროზე იყო თავისებური პოეზია და პროზა და ვიჯექი და რაღაცნაირად ეგ მაწერინებდა. და იმასაც ვერ ხვდებოდი რომ თურმე იმ ტექსტების უკან რომელსაც მე ვწერდი მე შემეძლო ისეთი ტექსტი დამეწერა რომელიც ფასეულობების დონეზე შეძლო ჩამოეყალიბებინა აზრი რომ აი მაგათაც რა არის ბედნიერება ან რა არის სიხარული ან რა არის წარმატება ან რა არის ნებისმიერი სხვა რამე შესაბამისად მე ვერ ხვდებოდი სიმართლე რომ გითხრა მაშინ როდესაც სარეკლამო სფეროში ამან მომიყვანა მე ძამომწონდა რეკლამაში დიდად ორიგინალური არ ვიყავი რომ რეკლამაში მომეწონა რომ მოკლე ერთ წუთში 40 წამში შეგეძლო ამბავი მოგეყოლა. ეგ არის რამაც მომიყვანა, რა ვიცოდი რომ ეს ბოლოს 3 წამამდე დავიდოდი და ეხლა ჩემი კოლეგები აწიზიან და 3 წამში იგონებენ რა უნდა გააკეთო რომ ამბავი მოყვე. ჩემ დროს მე ბედნიერი ვიყავი იმითი რომ დრო და ქრონომეტრაჟი უფრო დიდი იყო და მე ამ ქრონომეტრაჟით ვქმნიდი და ალბათ ძალიან ბევრი ბრენდი, ძალიან ბევრი კომპანია რომელიც დღეს ქართულ ბაზარზე არის, ასე თუ ისე შეგვეხო ჩვენ სარკეს, სარეკლამო კომპანია სარკეს, მე მოვედი ანთებული ენთუზიაზმით, იმიტომ ნახე პირველი ქართული დამოუკიდებელი რეკლამა, რომელიც გამორჩეოდა კრეატიულობით, რო შევხედე ამ რეკლამას იყო იმედიელის ჩამოხრჩობილი კაცის რეკლამა, რომელიც იყო სხვადასხვა პრიზორი ძალიან ბევრი ფესტივალის. ანუ სარკემ, ხო, სარკემ ამითი რეალურად დაიმკვიდრა სახელი ამ რეკლამით. ეს რომელი წელია? ესე ალბათ 2005 წელი.
და ეს რეკლამა ნახე ტელევიზორში და ეწერა წარწერა ქონდა სარკე და წარმოდგენა არ მქონდა არც ვიცნობდი არც რეკლამა ინდუსტრიაში არ ვიყავი ახასნაირად ესე ჩახედული ასე სარეკლამო სააგენტოებთან თორემ მანამდე რადიოებს ვაშენებდი ბევრს ქვეყანაში და ბევრი რამე გამიყიდია მაგრამ აი ეს სარეკლამოში მომინდებოდა ამ კლიპმა მომანდომა და ჩემ თავს უთხარი რომ მე მინდა ამ ტიპების გაცნობა და რა ხდება იცი აი ეგრო გავიფიქრე რამოდენიმე კვირაში სანოსთან ვარ სტუდიაში მოსული და ვიცნობდი კარგად და რაღაცა საკითხზე ვიყავ იმის რომ აღარ მასწავს რაღაცა თემაზე და სანა მუსიკოსი? ხო და მე სარკის ბიჭებს ხვდებიო ეხლა და გამაცანი მეთქი ანუ ის რეკლამა როგორ აბსოლუტურად ფენომენალურად არის მოწყობილი სამყარო რომ ნუ მაშინ ეგენი არ მესმოდა რაფერი ეხლანდელი გადმოსახედი ნამყვები ამას რომ როგორც კი რაღაცა ძალიან მოინდომებ და რაღაცა ძალიან მოგეწონება და ინტერვიუ სამყარო თვითონ გამოგიგზავნის შეკავშირების არხს ან ვიდეოს ან ადამიანს ან რაღაცას გამოგიგზავნის მოკლედ სამყარო როცა ძალიან გინდა და მაშინ ამ ნიშნებს არ ვაქცევდი ყურადღებას უბრალოდ მივიღე როგორ დაემთხვა თუ მოსცემულობა თუ რაღაცა და გავიცანი სარკის ბიჭები და სულ რაღაც 7-8 კაცი სტარტაპი იყო სარკე და მათთან ერთად რეალურად შევქმნით სარეკლამო ინდუსტრია დამოუკიდებელი ქართული სარეკლამო ინდუსტრია შეიქმნა მაშინ და ჩვენ კარდაკარ დავდიოდით მაშინ იცი რა პერიოდია ქართულ არხებზე გადიოდა ხალიჩებზე დაწერილი ტექსტები ეს იყო პირველი ქართული რეკლამები ფული ხო არ იყო ეკონომიკა ჩვენ ძალიან ღარიბი ქვეყანა ვიყავით მაშინ და გადიოდა ადაპტირებული უცხოური რეკლამები ანუ დღესაც ხო გადის უამრავი ადაპტირებული რეკლამა მაგრამ მაშინ მხოლოდ ეს იყო და ქართული რეკლამა შემოიფარგლებოდა ამით და შეწარმოიდგინე აი ამ მომენტში მე ვხედავ ამ იმედილის რეკლამას ან შოქში ჩავარდი მართლა რომ ვინ არიან ეგ ტიპები მე მინდა ამ ტიპების გაცნობა და მინდა მათთან მუშაობა და ეს 7-8 კაციანი შემადგენლობით დავიწყეთ და ბოლოს სანამ დავიშალეთ 400 კაცი მუშაობდა სადღაც ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თუ არა ყველაზე დიდი სარეკლამო კომპანია ქართულ ისტორიაში მე მაშინ ნუ პატარა ვიყავი მაგრამ მესმოდა თქვენზე რომ თქვენ გეძახდნენ ღმერთებს ისინი ღმერთები არიან აი ესე მოგიხსენიეთ მე სახელი ვიცოდი ჩვენ გვეძახდნენ სარეკლამო სამინისტროს ეგეთი უფრო დამიწებული სახელი ვიცოდი და კი ჩვენ წარმოვიდგენთ რაღაცებს ვაკეთებდი ძალიან გაგვიმართლა მე ბევრი ვიშრომეთ კიდევაც მარტო გამართლება არ იყო მაგრამ გამართლება და შრომა მე ყოველთვის უყურებ რომ ეს ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანია და თუმცა ძალიან მწარე გაკვეთილი ვისწავლეთ ძალიან მაღლა იცი ძალიან მაღლა რომ მეიფრინავ მაშინ ვარდები ყველაზე მწარედ და ის სიმწარე 30 წლის ასაკში რაც განვიცადე იმიტომ რომ რასაც ვაშენებდით წარმოიდგინე სარკე ცხოვრობდა რეინვესტიციით ჩვენ აფერი არ მიქონდა სახში ანუ რასაც შოულობდით ყველაფერს უკამდებდით და ძალიან ვითარებდით ჩვენ თავს და ბიზნესს და 7 წლიანი შრომა ესეთი რომ არც შაბათი კვირა იცი არც შუგულება იცი არც არაფერი იცი და ერთ დღეს აი ეს გაკოტრება შენი კომპანიის ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე მწარე რაც შეიძლება გაიარო თან გაკოტრდა როგორი კომპანია იცი რომელიც ბიზნეს ყველა ჩემი დამფუძნებელი მეგობარი იყო იესემელი და მეც ხშირად მეკითხებოდნენ შენ რომელი გამოშვება ხარო ESML და მე არც არ ყოფილი ESM-ის კურსდამთავრებული და შენ არ იყავი მე არ ვიყავი ერთადერთი ვიყავი ამ ESM-ლების სასტავში რომელიც ESML-ი არ იყო და ის იყო რა ქვია და გასაოცარი არის ის რომ როგორც მე ვიცი აწი უკვე გარდაცვლილი ცხონებული კოლე მარკოზაშვილი ESM-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა ვთქვათ ახსენებდა ხშირად სარკეს გამიგია უბრალოდ შორიდან რომ ახსენებდა სარკეს როგორც ასეთ წარმატების кейს მიშელ მომთაძესთან ერთად მომთაძე გახდა მილიარდერი სარკე გაკოტრდა ამიტომ ორი ძალიან რადიკალური кейსი ქონდა თურმე მარკოზაშვილს
თუმცა თუ ეს გამოცდილება ცხოვრებაში გასავლელი გაქვს და მე დღეს არ ვნანობ, მაგრამ მაშინ ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, იმიტომ რომ 30 წლის მინუს 0-ზე არ ჩავედით, მინუსზე ჩავედით და მინუსიდან დაწყებული ცხოვრება ამხელა წარმატების მერე წარმოიდგინე, სადაც არ ვიცი, ალბათ კარი არ იყო საქართველოში, რომელსაც არ ვაღებდით, სარკის მეშვეობი და ამ დროს აი ესეთი მწარი გამოცდილება. თუ გიწევს რომ გაიარო, ალბათ ჯობია ადრეულ ასაკში გაიარო ეგ და გამოცადო და ისწავლო ის გაკვეთილი, რაც გაქვს ასწავლო. და 30 წელი ადრე არის. იცი რა, ხო, არ ვიცი, შეიძლება ადრეა, შეიძლება ეგრე ვერ ვიტყვი. მე მგონია რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს იმ მომენტში, როდესაც უნდა იყოს. ეს ადრეა თუ გვიან არის, მაინც ჩვენი შეფასება ადამიანური, რომ ჩვენ ყველაფერი გვინდება, რომ ჩვენებურად იყოს, მაგრამ არსებობს ზალა ჩვენზე. უფრო ძლიერი, რომელიც წყვიტავს რაღაცებს ჩვენ ან უსმენთ ამ ძალას ან არ უსმენთ. შესაბამისად, მე გამოცდილება იყო, მაგრამ აბსოლუტურად ფენომენალური გამოცდილება იყო, იმიტომ რომ თანამედროვე საქართველოს ინსტიტუტები ყალიბდებოდა მაშინ, ინგრეოდა ძველი ინსტიტუტები, იქნებოდა ახალი ინსტიტუტები, ასევე წარმოუდგენლად ინოვაციური ბიზნესები იმ პერიოდის, მათ შორის, უძრავი სექტორი, უძრავი ქონების სექტორი თუნდაც, ისეთი კომპანიები როგორც იყო აქსისი, არსი, იბერია, ეხლა ძალიან ბევრი ეხლა შეიძლება თქვენ არ იცოდეთ, მაგრამ მაგ დროს დეველოპერულ კომპანიებს ექნათ სამშენებლო კომპანიები. და ერთ-ერთ კომპანიას აქსის სარკემ შეთავაზა, რომ მოდი შენ გახდები დეველოპერული კომპანია და მაშინ ყურს ჭრიდა ძალიან ეს ტერმინი დეველოპერული კომპანია და ჩვენ ზუსტად მაგაზე ვაპელირებდით, რომ აი განსხვავებულს რო აკეთებ, თუ შეძელი რომ ეს დაამკვიდრო, მაშინ მოიწებებ შენ ამ ტერმინს. დღეს დეველოპერული კომპანია ყველა ეძახის თავის დროს, ეს სტანდარტიც, რომ ეს ასე გვესმის თავის დროზე სარკეში მოიხარშა. ეს ბრენდიც თქვენი შექმნილია. ეს ბრენდი ჩვენი შექმნილია. კი, და თავის დროზე აქსისისთვის გავაკეთეთ ეგ და დღეს ნორმაა. ყველა დღეს დეველოპერული კომპანია ეძახის თავის თავს თამოყარე კომპანია. ამიტომ ეგეთი სტანდარტი ძალიან ბევრია, რომელიც მე ხთაწილად ჩემ გუნდთან ერთად რომ ეკეთებინა და მადლიერი ვარ ჩემი გუნდის, იმიტომ რომ უაღრესად ნიჭიერ ადამიანებთან მომიწია მუშაობა ცხოვრებაში. და ამ ადამიანებს ზრუნვა, მათთვის ისეთი გარემო შექმნა, რომ მათ შეეძლოთ მაქსიმალურად თავისი ნიჭი ყველაფერი გამოიმუშაოს რესურსი ნებისმიერი რაც ჰქონდათ. და უამრავი ადამიანი გაიზარდა დღეს სარკის ბაზაზე, რეალურად გაიზარდა პრაქტიკულად მთლიანი სარეკლამო ინდუსტრია. და დღეს ინდუსტრია რამოდენიმე ათას ადამიანს ასაქმებს ალბათ. და ცალკე ინდუსტრიად ჩამოყალიბდა თავის დროზე ამ ინდუსტრიის ჩამოსაყალიბებლად გვიწევდა კარდაკარ სიარული და თქმა რომ ჩადეთ ფული მარკეტინგში ღირს ამის გაკეთება. აი ამ დროიდან დაწყებული იქამდე რომ რავი დღესავი ჩულებრივი ამბავია და ის სპონსორი რო გამოაცხადე. ეგეც მაგის დამსახურება. ეხლა მაგ კუთხით რომ თქვენი თანამშრომლობა არის და სხვა ტიპის თანამშრომლობას ეძებენ კომპანიები. ყველა არ გეძახიან მარკეტინგის მამას. შენს და დანარჩენ სარკელებსაც ასე რომ თქვა. იცი რა, ხო, შეიძლება იმისთვისაც ვაკეთეთ კი, შეიძლება ჩვენს მერე იმდენ სწრაფად იცვლება სამყარო, რომ აი დღეს ბერჯერ დავფიქრებულ ვარ, რომ აი მარკეტინგი რომ ეკეთებინა დღეს რას გავაკეთებდი. იმდენად ცვალებად სამყაროში ცხოვრობ და იმდენად სახე იცვალა. მე გეტყვი მარკეტინგი რადიკალურად შეიცვალა ამ 6 წელიწადში. მე რაც დავტოვე სივრცე რაღაც კუთხით დავიღალე კიდეც. რაღაც კუთხით მქონდა რაღაცა წერტილში, იცი როგორი განცდა, რომ ძალიან ბევრი ვიმუშავე, დავიღალე და შემოქმედებითი კრიზისის დამეწყო. მარტო სხვა კრიზისები არ იყო, ეს ნაწილობრივ შემოქმედებითი კრიზისის იყო. მაშინ იყავი საქართველოს ბანკში, ხო? აი, ახალი წამოსული ვიყავი საქართველოს ბანკიდან. მოდი, ბარემ გითხარი საქართველოს ბანკშიც როგორ მოხვდი, ასე რომ თქვა, ეგეც საინტერესო ისტორიაა. საქართველოს ბანკი იყო ჩვენი კლიენტი, სარკის კლიენტი იყო და
მე მომივიდა გია ბარკალაია იყო მარკეტინგის დირექტორი მისი აქვია საქართველოს ბანკის ჩვენი დამკვეთი იყო და მომივიდა დამშვიდობების წერილი რომ რავი გემშვიდობებით მადლობა მეგობრებო რაღაცნაირად და მე ამ დროს უკვე ეს პერიოდი არის როდესაც სარეკლამო ინდუსტრიაში დიდი ცვლილება მიმდინარეობდა ერთ-ერთმა სარეკლამო ჰოლდინგმა შეისყიდა მაშინ პრაქტიკულად გაკოტრებული სარკე თუმცა შეისყიდა მთელი ჩვენი ტექნიკა და მე ამ ჰოლდინგში ვარ და ამ ჰოლდინგს ვეხმარები აი ამ პოსტადაპტაციურ პერიოდში და მოდის ეს წერილი და ერთხელ ვარ შენახვედრი სულ მაშინ ირაკლი გილაურთან მე ვიცოდი საქართველოს ბანკს აქვს კორპორატიული მეილების სტრუქტურა ამიტომ მივხვდი იმისა რომ ირაკლის მეილი არ მქონდა უბრალოდ ჩემმა ლოგიკამ დააგენერირა ეგ მეილი ჩავწერე მივწერე რომ გამარჯობათ მე ვარ დაინტერესებული ამითი რატო მივიწერე ამბობ მაგასაც აქვს მნიშვნელობა რომ სარეკლამო ინდუსტრიაში რო ვიყავი სულ გავიძახდი რომ მინდა challenger კლიენტი ეგრეთ წოდებული ესეთი გამზრდელი კლიენტი რომელზედაც ყველა სააგენტო ოცნებობს და მაგ ოცნებაში ვიყავი მეც არ ვიყავი გამონაკლისი რომ აი როგორი უნდა იყოს კლიენტი რომელიც აჩელენჯებს თავის სააგენტოს მთლიანად ბაზარს ისეთ ამოცანებს გამომწვევ ამოცანებს გავს არის გამბედავი აქვს ბიუჯეტი და ასე შემდეგ მოკლედ რაღაც კრიტერიუმები მქონდა ეგეთ კლიენტს მივსტიროდი და რაღაცა კუთხით დავფიქსდი რატომ მივსტირი ამას მოდი და გააკეთე რა შენ თვითონ თუ გინდა გადადგინა ბიჭი და შენ შექმენი და ალბათ ეს იყო ის რის გამოც მე წავედი საქართველოს ბანკში გარდა იმისა რომ თვითონ ბრენდი ზამაგარი იყო და ძალიან და საბანკო ინდუსტრია ძალიან კონკურენტული იყო თავის დროზე და ძალიან დიდი მოთხოვნა იყო PR-ზეც და მარკეტინგზეც და საერთოდ მაშინ ნუ რავი ჩემი განმოსახედიდან გაცილებით მეტი კონკურენცია და ბრძოლა იყო ვიდრე დღეს არის მაშინ ხო და ანუ მიწერე ესე ამ შემთხვევაში ირაკლი გელავსო გამარჯობა მე ვარ დაინტერესებული ამ პოზიციით თქო და ეგრევე ნახევარ-საათში მომწერე ხა ქვეყანაში არა ვარ და შევხვდეთ აუცილებლათო და აი ესე რაღაცნაირად ანუ დიდი ამბები ესეც ხდება უნდა გაბედოს ადამიანმა და პირდაპირ მიაჭრას ასე თქვათ გადაწყვეტილების მიმღებ პირს თუ შენიყავი ესეთი ბუნებით თუ აი რა გაძლევდა აი ამის ძალას შენი მიღწევები შენი გამოცდილება შენი ხასიათი თუ რა რაც ბევრს აკლია დღეს მოდი ეგეთ რაღაცას ვიტყვი თვით გამოხატვის გზაზე და ყველას გვინდა რომ ვიყო თვით გამოხატულები ხო ეგრე რა მნიშვნელობა ზოგისთვის თვით გამოხატვა არის სამსახური ზოგისთვის ოჯახი და ზოგისთვის მეგობრობა და ზოგისთვის ცეკვა ანუ ჩვენ სხვადასხვანაირად გამოხატავთ ჩვენ თავს ყველანი ვეძებთ ამ გზას როგორ შეიძლება ვიყო თვით გამოხატულები ხო ეგრეა ჩვენთვის ისე ვიმეორებ გზა და მეთოდი შეიძლება განსხვავებული ჩვენ განსხვავებულები ვართ ადამიანები და როგორც ახლა ვთქვათ ყველა მელოდია შედგება 7 ნოტისგან მაგრამ წყობა ამ ნოტების უნიკალურია ეგეთი უნიკალურები ვართ ადამიანები მიუხედავად იმისა რომ ბევრი საერთო გვაქვს აი ნოტების თვალსაზრისით თუნდაც ემოციები ერთნაირი გვაქვს თუნდაც საჭიროებები ადამიანური უნივერსალურია და ერთნაირი გვაქვს მაგრამ წყობა ამის ყველაფრის არის აბსოლუტურად უნიკალური. ამიტომ ადამიანს რო უყურებ, ხშირად მე მეტაფორულად usmen მელოდიას. აი, როგორია მთლიანობაში? ხო, როგორია ეგ ადამიანი? როგორი ან რა მელოდიაა და სინამდვილეში იმ მომენტში თუ ადამიანს usmen, იმ მომენტში მაქვს შანსი რომ რამე ახალი გავიგო. აბა თუ არ usmen, ჩვენ ხო ძირითადად არ usmen ადამიანებს. ჩვენ usmen იმისათვის კი არა რომ გავიგო, ჩვენ usmen იმისათვის რომ უპასუხოთ. და ეს რადიკალურად სხვადასხვა მოტივია, როგორ usmen და მე მიყვარს ეს გამოთქმა, რომ ეს არის გარშემო ჩემი გამოთქმა, ცნობილი გამოთქმა არის, რომ ტყუილ არ არის მოცემული ორი ყური გაქვს და ერთი პირი გაქვს. ეს როგორც მინიმუმ ორჯერ მეტი უნდა ისმინო, ვინდა ელაპარაკო, მაგრამ მართლა ეგრეა, ეგრე ვაკეთებთ. მე საერთოდ მგონია, რომ ჩვენ რო ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და საკუთარი თავის მოსმენა, აქედან იწყება ყველაფერი გარი ბაზისი ყველაფრის. ეხლა საინტერესო 2019-ში აი მაგისტვის გავქრი ზუსტად რომ აი ამაზე მესაუბრე. მოსმენთ ერთმანეთს და მოსმენთ საკუთარ თავს. ამ სამყაროში არანაირი უთანხმოება და კონფლიქტი აღარ მოხდება.
შეიძლება არა შეიძლება უთანხმოება იყოს, მაგრამ ეს უთანხმოება არასდროს არ გადაიზრდება არც კონფლიქტში და არც ომში. იმიტომ რომ ამ უთანხმოებაში შეგვიძლია გავუგოთ ერთმანეთს. ამ განსხვავებულობა მივიღოთ ერთმანეთში. და პატივი ვცეთ თუნდაც იმას, რომ განსხვავდები და რა მდიდარი ყოფილა სამყარო, იმიტომ რომ შენ სხვანაირი ყოფილ და მე სხვანაირი ყოფილ. ხედავ შენ როკს უსმენ და მე ჯაზს უსმენ და მოდი აბა გამაგონე ერთი როკში რა მოგწონს ეგეთი და აი ესე თუ მოგიდექი მე შეიძლება როქსს ვიკაიფო რაღაცაზე. პირობითად ვიზახე მეტაფორაა თავისთან. მაგრამ მე თუ მოვედი შენთან და შენ როგორ უსმენ როკს, კაცო ჯაზი რა მაგარი მუსიკაა და მე ხა შენ ჯაზს გასწავლი. აი მან არ გამოვა რაკეთ. თუ უბრალოდ რა არ გამოვა, გამოვა ის რაც გამოგდის ადამიანებს. ანუ გამოვა ის კომუნიკაცია რაც გამოგდის. ორივე ადამიანი თავს გზნობს მარტოდ ის რო არ არის დანახული, არ არის მოსმენილი, არ არის გაგებული და შესაბამისად როგორ შეიძლება ხა ამ ადამიანს უყვარდე მე ბოლოს ეს კითხვა აუცილებლად ამოტივტივდება სადღაც ბოლოში, იმიტომ როგორ შეიძლება შენ განიცადო ან დაუშვა თუნდაც რომ ვინმეს უყვარხარ თუ არავის არ ესმის შენ. და მეორე მხარე არის რომ კაი არ ესმის კიდე ნახევარი პრობლემა არის, მაგრამ შენ თან არ გამოხატავ შენ თავს და მე როგორ გავიგო შენ თუ არ მითხარი შენ რა მოგწონს არ მოგწონს რა გჭირდება რა არ გჭირდება და რაღაცა დოზით გასაგები 100%-ით გულწრფელი ვერ იქნება ვერავინ ეგეთი უნდა ნუ ხა ვერ იქნება ალბათ ვიღაცა შეიძლება არის არ ვიცი მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ხშირად ვამბობ რომ ბევრი კომუნიკაციის ტექნოლოგია ვისწავლე ჩემ კარიერის განმავლობაში იმისაც რომ ბოლოს გულწრფელობა მესწავლა ანუ მე მომიწია ზუსტად აი ამ გზის სიარული იმისათვის რომ ბოლოს გულწრფელობის ძიებაში აღმომეჩინა ჩემი თავი და ამისთვის ალბათ აი ეს კომუნიკაციის მასტერი რო გავხდი აი ჩემმა მოდი ესე ვთქვა ჩემმა ჰერმესმა ანუ არქეტიპმა რო განაპირობა რომ ამდენი კომუნიკაცია ვაკეთე და რეალურად არაფერი არ არის ამ ქვეყანაში რაც არ გამეყიდია ანუ დაწყებული რავი კოკაკოლათი დამთავრებული პრეზიდენტით ყველაფერი გამეყიდია თუმცა ისე ვიმეორებ უბრუნდები რომ ამ გზამ მიმიყვანა ბოლოს იმ გზამდე რომ მესწავლა გულწრფელი კომუნიკაცია მანამდე არ იყავი და ვინ არის რომ და როგორ მიხვდი რომ ხარ გულწრფელი აი დღეიდან ხარ თქვა რაღაც მომენტიდან იცი რა მიხვედრა რა იქ მიხვედრა არ არის ეს უფრო გზნობა ვიდრე მიხვედრა არის მიხვედრა უფრო ტვინისკენ მიდის და გზნობისკენ არის რა არის იცი საბოლოო ჯამში ის რომ უმეტესი ადამიანი წარმატებული ზუსტად მაგიტო ხდება წარმატებული რომ დაუმტკიცოს სამყაროს რომ ფასეული ეს საჭიროება ჩნდება ძალიან ღრმა ბავშვობაში როდესაც ჩვენ მოვდივართ სამყაროში მე დარწმუნებული რომ ყველა ადამიანი იბადება გულწრფელი აბსოლუტურად ყველა ადამიანი იბადება გულწრფელი და ამ გულწრფელობა მოცემული არის თავიდანვე ჩვენ უბრალოდ ვივიწყებთ ამ თვისებას ანუ ეს თვისება ისედაც გვაქვს ეს მიძინება ხდება გულწრფელობის და ჩათიშვა მისი და ეს მოცემული როგორც ემპათია თუ ადამიანი არ არის თუ ადამიანს არ აქვს რამე დარღვევა და შეიძლება კონდეს იმას ემპათია ჩამონტაჟებული აქვს როგორც თვისება უბრალოდ შეიძლება რასაც არ აპრაქტიკებ ის გავიწყდება და თუ სადღაც დაკარგა ეს პრაქტიკა ემპათიის უბრალოდ ავიწყდება მე მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ემპათიის უნარი არ აქვს ჩამონტაჟებული უბრალოდ ბლაგდება და გამოყენებაც აღარ იცის იგივე ხდება გულწრფელობაზე ჩვენ გვავიწყდება გულწრფელობა და მეორე რაღაცა ჩვენ კარგავთ კავშირს საკუთარ თავთან
იმის სასარგებლოდ რომ ვიყოთ მოწონებულები, იმის სასარგებლოდ რომ ვიყოთ დადასტურებულები, მოწონებულები და იმისათვის რომ ვიყოთ რა ვიცი, იქნება ეს მშობლების მიერ თავიდან ეს ყველაფერი იწყება თავისთავად ოჯახში. მე ეს გრძელდება აღმზრდებლებთან, სკოლებში, ბაღებში, მე გრძელდება საზოგადოებაში, სხვა წრეებში, სამეგობრო წრეში და ბოლოს მოდი ვთქვათ რა, რომ არა გულწრფელობა არის ის, რაში ჩვენ ცხოვრობთ. და ეს არის ნორმა. პირიქით გულწრფელი ადამიანი არ არის ნორმა. ანუ ჩვენ როცა გულწრფელ ადამიანს ხოდაშეს არსებობს ეგეთი გამოთქმა გიჟი თავისუფალი არის. თქვილა არ არის, იმიტომ რომ რაღაცა თვალსაზრისით ამ კუთხით ეს ადამიანი რომელსაც შეიძლება აშლილობა ქონდეს, ლაპარაკობდეს უბრალოდ ხმამაღლა იმაზე, რომ ჩვენ ვერ ვბედავთ რომ ხმამაღლა ვილაპარაკოთ. და იმას გიჟს ვეძახით. იმიტომ ის ხმამაღლა ლაპარაკობს იმაზე, რაზეც ჩვენ გვეფიქრება, ეს ხმა გვესმის. შიგნით, ფიქრის სახით. რა ლაპარაკობთ? არ მოსულა და მაგიტო. და იმისთვის მოსულა. და ვინა გიჟი და ვინა თავისუფალი, მოდი ვარკვიოთ რა, აქ. შესაბამისად, ისე ვუბრუნდები, რომ ზოგიერთი ადამიანი ძალიან კომფორტულად ცხოვრობს თავის, მოდი ესე ვთქვათ, კრებსითად მეში, რომელსაც ჩემი აზრით ძალიან ბევრი ადამიანი როცა ახსენებს მე შეიძლება ვერ ხვდებოდეს რომ ეს მე არის რაღაცა კრებსითი ჩვენი რასაც ჩვენ მე მხოლობითში ვეძახით იქ მხოლობითი არ არის შექსპირის სიტყვებით რო თქო თელი თეატრი არის პერსონაჟებით ხო კოლექტიური და შესაბამისად იცი რა არის მაგაში ყველაფერში ჩვენ ვკარგავთ ამ გულსფელობას რომ ამ სპექტაკლში ამდენ როლს რო ვითვისებთ რავი როლი რომ მე ვიყო კარგი მამა, როლი ვიყო კარგი შვილი, კარგი მოქალაქე, კარგი მეგობარი, კარგი ქმარი და ასე შემდეგ ამ როლებში მე ამოვიტენებით ამ როლებით და ნიღბებით რომ ეს ამ როლებში ჭირდება, ხო? ანუ მე ისე მინდა გამოვიდე, მე არა ვარ ისე დავაზუსტებ ფსიქოთერაპევტი, თუმცა ფსიქოლოგია ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრი მაქვს ნაკითხი მოსმენილი, კურს დამთავრებული ვარ ბევრი რაღაცის, მაგრამ მინიმუმ იმდენ ადამიანს შეხვედრილ ხარ და იმდენთან ქონია ურთიერთობა, რომ ფსიქოლოგია რა არის ხო ადამიანებზე დაკვირვება და ადამიანის შეცნობა და დაინტერესება, როგორია ეს ადამიანი, ეს რო გააკეთა, რატო გააკეთა, თუ არ გააკეთა, რატო არ გააკეთა. თუმცა ჩემი მაინც ესე უყურებ, რომ მე არ მოვედი ამასთან ყველაფერთან როგორ გითხრა უბრალოდ ცნობის მოყარეობით მე გამიჭირდა მოდი დავერქვა თავის სახელი მე გამიჭირდა და ამ გაჭირვებაში დავიწყე ჩემი თავის დახმარება თუ გადარჩენა არ ვიცი ალბათ თავიდან გადარჩენა იყო იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიყავ ეს როდის ну ეს ალბათ როდესაც მე როდესაც მოხდა ოპერაციის შემდეგ როცა ფარისებული ჯირკვალი მე ამომკვეთეს და მე დავკარგე ანესთეზიის უნარი მე მაგწერტილიდან ფარისებული ჯირკვალის შორის ეს ფარისებული ჯირკვლის კიბო საქართველოს სტატისტიკით არის მეორე ზუზუს კიბოს მერე ან ძალიან გავრცელებული და სულ უამრავ ადამიანს აქვს ჩემს გარშემო მოგდიაგნოზი უამრავი ადამიანმა გაიკეთა ოპერაცია მოიჭრა სვავს წამალს მაგრამ რა მე სხვა გამოცდილება მქონდა ამის ყველაფრის მე სინამდვილეში აბსოლუტურად ფენომენალური გზა გავიარე ჩემი აზრით ძალიან საშიში იმ გადმოსახედიდან იმიტომ ძალიან საშიში იყო ჩემთვის ჩემი ემოციების ასეთი დოზით გამოღვიძება იმიტომ რომ ძალიან ძლიერად გრძნობდი უკვე ემოციებს და პრაქტიკულად თელი ანესთეზიის უნარი ემოციების დავკარგე არაფერი ამშველო და აი არაფერი რასაც ქვია იმიტომ რომ ენდოკრინული სისტემა შეცვალა ფუნქციონირება სხვანაირად რახან ფარისებრი ამოგვაჭრეს და ანუ რას გრძნობდი რომ რა ემოციასაც განიცდიდი ეს იყო შენთვის უცხო ჩემს თვითონ ემოცია არის ყოველს ემოციები ასე თუ ისე მესმოდა მაგრამ იცი რა არის მე მქონდა მაღალი რეგისტრის ემოციებს ვამჩნევდი მარტო ანუ
8-მდე და 9-მდე და 10-მდე რო ადიოდა აი 10 ბალიან შკალაზე რო შეხედო სიმძლავრე იყო სხვანაირი სიმძაფრეს აღვიქვავდი ამ მძაფრი ემოციებს აღვიქვავდი და არ ამძაფრ ემოციებს ანუ რა თქვა 7-ის პირობითად 7-ის ხო ვის გაუზომია მაგრამ დაპირობითად 7-ის ქვემოთ ვერ გზნობდი ემოციებს შესაბამისად მაგას ვეძახი რომ ვიყავი ანესთეზირებული ანუ ძალიან მძაფრ ემოციას ამიტომაც მძაფრ რაღაცებს შვებოდი გინდა არ გინდა იმისაც რომ ცოცხლად მიგზნო თავი მიჭირდებოდა მძაფრი გაცდები სხვანაირად ვერ უგზნობდი თავს ცოცხლად ხო იმიტომ დანარჩენი ქვედა სპექტრი ჩათიშული მქონდა და ამ ოპერაციამ და ამ პოსტოპერაციულ ადაპტაციის პერიოდმა გამიღვიძა პირიქით ყველაფერი მე დავიწყე მთლიანად ემოციების ახმა პირველ რიგში დავიწყე ჩემი სხეულის ახმა ანუ მე ეს სხეულს არ აღვიქვავდი ჩემსას როგორც დავიწყე ანუ მე დავიწყე შემჩნევა სიმხურვალის სიცივის დაჭიმულობის ყველაფერი შემჩნევა დავიწყე და ასეთი დოზი ჩემი სხეულს არ ვიცნობდი ანუ თავიდან ხო იცი ის გაუცხოვება მქონდა იმიტომ რომ იცი როგორ რაღაცა ფარსაული ჯირკვლის ოპერაცია ამოგეჭო სარკეში იყურები იგივე ხარ ანუ მთლიანობა არ არის დარღვეული შენ სხეულის ხელი გაქვს ფეხი გაქვს თვალი გაქვს ყველაფერი ადგილზეა ერთი პატარა შრამი გაქვს აქ და მორჩა მეტი არაფერი ხო და მაგრამ სულად სხვანაირად გზნობ თავს სხვანაირი აღქმა გაქვს შენი თავის სხვანაირი სხეულებრივი შეგრძნებები გაქვს და ამან რეალურად აი როგორი გითხრა აი ვიღაცამ უბრალოდ აიღო ვიღაცა ძალიან ჭკვიანმა ბრძენმა არ ვიცი რა ძალებს დავარქვა ეს მაგრამ შემაერთა უკან სიცოცხლესთან აი მე კი მქონდა გათიშული ჩემი თავი იმას შემაერთა უკან და აი ამ შეერთებამ გამოიწვია თავი და ამ სიცოცხლის გაღვიძებამ ჩემში ემოჯერი მძაფრი ემოციების დონეზე იმიტომ რომ პირველ ცხოვრებაში განვიცადი ძლიერი შიში პირველ ცხოვრებაში იმდენად ძლიერი შიში იყო ეგრევე პანიკური შეტევა დამემართა იმიტომ რომ მაგ შიშზე რეაქცია რომ მქონდა არც ვიცოდი ეგეთი შიში არ გამიცდია არასდროს ან ისეთი ბრაზი განვიცადი რომ ეხა უგზნობდი რომ ამას მივაკლავ და თვითონ ამ აზრმა რომ ვიღაცა შეიძლება მივაკლა შემაშინა იმიტომ რომ არ არის ჩემთვის ჩვეული აზრი იმიტომ რომ ყველაფერი რეპრესირებული რაც შიგნით მქონდა ყველაფერი წამოვიდა ზედაპირზე ანუ და არ ვიყავი მე მზად ალბათ მაგდონეზე რომ ესე დამემუშავები და მოკლედ დიდხანს ეგ ისტორია რომ არ მოყვე დაახლოებით იცი რას გავდა აღმოაჩინე რომ მე მაქვს სარდაფი მე ქვეცნობიას დავარქვი ჩემი სიტყვა მაქვს სარდაფი ქვია ბნელი ხო ბნელი სარდაფი და ამ სარდაფში ვიღაცამ რაღაცამ ჩართო შუქი აი და რას მოხდა ამ მომენტში დავიწყე მთელი ჩემი რეპრესირებული ემოციები, ფიქრები, ყველაფერი, რასაც წენიდი თურმე წლების მანძილზე ამ სარდაფში და თურმე რა მოხდა, ეს სარდაფი აივსო და რო ვერ მივხვდი რომ აივსო, ალბათ სხეული მიგზავნიდა სიგნალებს, მე უბრალოდ ვერ აღვიქვი, ხა? ხო, იმდენ ჩათიშული ვიყავი, რომ ვერ აღვიქვი რა ხდება. და ბოლოს ხო იცი ანდრომ ყავდა ხა პოდკასტში და მომდა რომ ჯერო ესე დაგელაპარაკება, ესე ვერ გაიგე, ესე დაგელაპარაკე, ესე ვერ გაიგე, ესე დაგელაპარაკე და ბოლოს ჩაგაგდებს ლოგინათო. ზუსტად ეგრე მოხდა. ჩამაგდო ლოგინათ, ანუ გამომიწერა კარცინომა, გამომიწერა ოპერაცია, გამომიწერა რეაბილიტაცია. და მე დაიწყო ესეთი პროცესი. ტრადიციული მედიცინის პასუხი იყო რა უნდა დალიო ეს სამლები და მიიძინო უკან. გაიყუჩო. ნუ ხო, რა მნიშვნელობა? ზოგჯერ ეგ აუცილებელია. ისე ვიძახი, მე არა ვარ წინააღმდეგი არც მედიცინის, არც წამლების, ზოგჯერ ადამიანი არის ისეთ კონდიციაში, როდესაც ჭირდება წამლები და ჭირდება ეს ამორტიზატორებს ვეძახი, ჭირდება ეს ამორტიზატორები, რომ დადგეს, იმიტომ ფსიქიკას არ აქვს გაფლეთილი არის რესურსი და ზოგჯერ აუცილებელია და ზოგჯერ ნევროლოგთან წასვლას აუცილებელია, ფსიქიატრთან წასვლა აუცილებელია და ზოგჯერ წამლის დალებაც აუცილებელია თერაპიასთან ერთად. მოდი ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, რომ ვინმეს არ ეგონოს რომ რაღაცის წინააღმდეგი ვარ, არა ვარ. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. მაგრამ ჩემ შემთხვევაში აი ჩემმა ყოფილმა მენეჯერმა გამოცდილებამ თუ იმ დროისთვის არსებობმა გამოცდილებამ მათქმევინა ეგეთი რაღაც მოხდა ეგეთი ანუ უნდა მოყვე ეგ ამბავი ვიღაცამ დამინიშნა რაღაცა წამალი მოკლედ დავლი ეს წამალი და 48 საათი მეძინა
ალბათ იგი იყო კრიტიკული გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ვერ ვდგებოდი ლოგინიდან უბრალოდ 48 საათი მეძინა. ანუ ვდგებოდი რაღაც ბოდიში რაღაც საჭიროებების გამო და მე ბრუნდებოდი და წვებოდი და ვიძინე, ვითიშებოდი. ანუ იმდენად ძლიერი იყო და მეოთხედ დავლია რაღაც წამლის. და მე რომ გამოვხიზდი ამისგან ყველაფერს, მე ვთხარი, მე ამის მართვას ვისწავლი თქო. ანუ აი მანდ მივიღე გადაწყვეტილება რა, რომ მე ამას ყველაფერს ვისწავლი, არ ვიცი რა მჭირს, გონზე არა ვარ რა მჭირს. თან იცი რა არსებობს ეგეთი პროცესი კუბლერის მე მგონი თუ შეგვწდები ავტორის, მაგრამ ეგრეთ წოდებული ცვლილების და გლოვის პროცესი ქვია. მე change management-ში იყენებენ როგორც ცვლილების პროცესს. სინამდვილეში გლოვის პროცესა დაიწერა, ეს გამოგლოვების და მე გამოსვლის ცვლილების აი მანდ იყო კლასიკა, ჩემთვის ზუსტად ყველა ეტაპი გავიარე, იმიტომ რომ თავიდან იყო ვაიმე ღმერთო რატო დამმართე ეს ყველაფერი, მე ხო სიკეთის გარდა არაფერი არ დამითესი, ასე დაიწყო ეს ყველაფერი, რატო მარგე, რისთვის მარგე, ეს აი ტიპიურა როგორც წერია იმ წიგნში ეგ დამემართა ზუსტად. ოდეს წიგნი მერე წავიკითხე, ჯერ პროცესი გავიარე და მერე აღწერა წავიკითხე. მე გახსენდებოდა შენი. მე ცინებოდა რამდენად ზუსტად აქ ამ ადამიანს აღწერილი ეგ პროცესი. და მე ნელ-ნელა არ ვიცი, მე არ ვიცი, დარწმუნებული რომ არიან ადამიანები, ვინც ამ გზაზე დადიოდნენ, რაზეც მე ვიარე. ეს გზა ჩემთვის პრაქტიკულად დაიწყო 2013-14 წელს. ეს თვით შემეცნების გზა, რავი, საკუთარი სამყაროს აღმოჩენა, ყურადღების მოტრიალება შიგნით გარედან, აი ეს ყველაფერი მე დამეწყო ოპერაციის მერე 14-ში. ეხლა შეიძლება ვიღაცები იყვნენ მაგზაზე უკვე 14-ში კიდევაც, მაგრამ ჩემს გარშემო არავინ არ ლაპარაკობდა ამაზე. ყოველ შემთხვევაში 14 წელს არავინ არ ლაპარაკობდა და ლევან ბახი აღმოჩნდა ერთადერთი ჩემი მეგობარი, რომელიც ასევე სარკელი იყო და ზუსტად ეგეთი პროცესი დაიწყო მასაც პარალელურ რეჟიმში და ჩვენ ერთმანეთი აღმოვაჩინეთ მეორეჯერ. ოღონდ აღმოვაჩინეთ მე 16 წელი იყო, ანუ 14-ში მე როს პროცესი დამეწყო, მე და ლევანი გადავიკვეთეთ 16-ში და აღმოვაჩინეთ რომ მასაც დაწყებული აქვს ეს პროცესი და მეც. და საბოლოო ჯამში ალბათ ლევანი იყო ის პირველი ადამიანი, ვისთანაც ერთად ეს პირველი გაზიარებები დავიწყე. მე ლევანს უზიარებდი, მე რა აღმოვაჩინე იმან. და შენ და ლევანი ერთ სფეროში მუშაობდით და ეხლა იცი რა მინდა გავიგო? შენ იყავი თავიდან ბოლომდე გადაშვებული შენ საქმეში, ხო? იყავი ინგლისურად workaholics, რასაც ეძახიან. ანუ ძალიან, ქართულად არ ვიცი ხო ზუსტად როგორ თარგმნა, მაგრამ შრომა ვისაც უყვარს, ოღონდ ყოველგვარი დოზების გარეშე. ანუ ხო არსებობს შრომაც და დასვენებაც ერთად, მაგრამ შენ შემთხვევაში არ იყო ესე, თავიდან ბოლომდე ისე იყავი გადაშვებული შრომაში, რომ აი რაც შენ ახსენე, მიყუჩებული ქონდა ყველანაირი ემოცია, ყველა ის რაღაც საჭიროებები და მოთხოვნილებები, რაც უნდა ქონდეს ჯანმრთელ ადამიანს. და აი ამ პერიოდის შემდეგ როდესაც დაგროვდა ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, სამყარომ გამოგიგზავნა ეს პატარ-პატარა მინიშნებები, რითიც შენ შეძელი შემდეგ გამოფხიზლება, ასე რომ ვთქვით. იცი რა, დავიწყებ იმითი, რომ workaholism არის ჩემი აზრით ყველა ჰოლიზმს შორის, ანუ რაც კი ჰოლიზმები არსებობს და რაც კი მიჯაჭულობები არსებობს, workaholism არის ყველაზე სახიფათო. და გეტყვი რატო? იმიტომ რომ არის ახალისებული. ყველა ჰოლიზმს შორის, ანუ ეხა არ არის ხა არც ალკოჰოლიზმი და არც ნარკომანია და არც ლუდომანია და არც სხვა ჰოლიზმი, არც შოპოჰოლიზმი სხვათა შორის. არ არის ახალისებული. შოპოჰოლიზმი ცოტა არის. ცოტა. მოდი. გარომანტიზირებული. გარომანტიზირებული შეიძლება, მაგრამ ახალისებული არ არის, ეგრე. აქ ნახე, რამდენს მუშაობს შეხედე. თავისი ოჯახი რო კარგად არჩინოს, დღე და ღამე აქვს გასწორებული. რა იყო არ გაგიგიათ ეგ ფრაზები? ხო და რა არის ეს თუ არა ახალისება? მოდი ოდნავ შემოვატრიალებ. მე ჩემი მტკივნეული ბავშვობიდან გამომდინარე რაც ქონდა, ჩემი არჩეული სტრატეგია იყო გამختارიყავი გმირი და ამ გმირის სტრატეგიას ვახცებდი სწავლით. შეგიძლია მოკლედ გითხრა რატო ქონდა ეს სტრატეგია არჩეული? მარტივად მე არა ვარ გამონაკლისი, მე მგონია პოსტსაბჭოურ სივრცეში და კერძო საქართველოში, პოსტსაბჭოურ სივრცეში ძალიან გავრცელებული იყო დისფუნქციური ოჯახი, ან თანადამოკიდებული ოჯახი. დისფუნქცია, თანადამოკიდებული ოჯახი, სადაც არც ერთი მშობელი არ არის ფსიქოლოგიურად დასრული. ისევ და ისევ, ფსიქოლოგიური დასრულობა არის
შედეგი საკუთარ თავზე მუშაობის, რომელიც არის მიმული ნებაზე და ძალიან დიდ შრომაზე, რომელიც საჭიროებს ადამიანი რომ გაიზარდოს ფსიქოლოგიურად. ფიზიკურად ჩვენ ვიზდებით ისე ეს არ არის პროცესი ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენი სხეული იზრდება თავისით. ფრჩხილი გეზდება თავისით, ხო? ანუ შენ ხო ზემოქმედებას არ აკეთებ ამ პროცესს. ანუ ჩვენში არის ავტომატური მექანიზმები არის ჩვენში და ჩვენი ვიზრდებით ავტომატურად. ფსიქოლოგიური დასრულობა არ არის ეს. ფსიქოლოგიური დასრულობა არის ნების და ძალიან დიდი შრომის შედეგი. რომელიც მადლობა ღმერთს დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს თავის თავზე, მათ შორის ჩვენ ქვეყანაში და პოსტსაბჭოურ სივრცეში თუ რას ვამჩნევ, გინდა რუსეთში, გინდა უკრაინაში, გინდა ყაზახეთში, ესე რო ვაკვირდები, ჩემი აზრით უფრო მეტი მუშაობა მიდის საკუთარ თავზე, ვიდრე თუნდაც ევროპაში. ეხლა რო უყურებ, გაიარეს იმათმა უკვე. შეიძლება ბაბლი მატყუებს, იმიტომ რომ ხო იცი, social media ჭკვიანი ალგორითმი არის და აკვირდება შენ რას უყურებ და მე იმას გაწვდის და დანარჩენს გიტეხავს სამყაროდან. ეგეც არის, მაგრამ მე მაინც ეგრე ინტუიციის დონეზე მაინც ესე მეორე თემა, ანუ დისფუნქციური ოჯახი არის ოჯახი, სადაც არის ერთი მშობელი დომინანტი, არ მნიშვნელობა არ აქვს დედა არის თუ მამა არის დომინანტი და მეორე არის ამ დომინანციაზე მორჩილი. მოდი ეგრე დავარქვა. თქვენს ოჯახში როგორ იყო? ჩემ ოჯახში სხვადასხვა ორივე სხვადასხვა დომინანტი იყო. თუმცა მამა ჩემი იყო კლასიკური ნარცისისტული ეგოსკენ გადახრილი ადამიანი და დედა ჩემიც საკმაოდ ნარცისისტული იყო, მაგრამ ამავე დროს თანადამოკიდებულებით განსხვავდება და იყო ძალიან აკონტროლებელი, იყო ჩამოკიდებული მამა ჩემზე და მის გადარჩენას. მოკლედ დედა ჩემისთვის ჩემ მამა ჩემის და ჩემი გადარჩენა იყო საზრისი. ერთი კითხვა შეიძლება? არ არის ხშირად, როცა მესმის ადამიანი თავის მშობელზე ასე ღიად საუბრობდეს, მოდი ვთქვათ ნეგატიურ კონოტაციაში. იმიტომ რომ საზოგადოება ამას არ წაახალისებს. საზოგადოება ტარს გიკრავს მაშინ, როცა აქებს შემშობელს და აი რა კარგად თქვა შვილმა თავის მშობლის შესახებ, სადღე გრძელო იქნება ეს თუ რა იქნება. და ესე, როცა შვილი ღიად ამბობს, რომ მე თქვენგან აი ეს მივიღე, ეს დამაკლდა, მე არ შემხოდრია ბევრი ადამიანი. ეს გაბედულება საიდან? შეიძლება არ ვიცი. მე გეტყვი, პირველ რიგში მოდი გავარჩიოთ ერთმანეთისგან ორი რამ. მე უსაზღროდ მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, უსაზღროდ, იმიტომ რომ რაც შეძლოთ ყველაფერი მომცეს და თავდადებული მშობლები იყვნენ ჩემი. რაც არ გამოურისხავს ერთდროულად ამავე დროს და ამ სივრცეში, რომ პარალელ რეჟიმში ვხედავდე რომ მე კლასიკური ფსიქოლოგიური პროცესი არის, როდესაც შენ პედესტალიდან აგდებ მშობელს. ანუ შენ თუ პედესტალიდან მშობელი არ ჩამოაგდებ, ვერასოდეს ვერ განვითარდები. აქედან გამომდინარე, მე პროცესი გავლილი მაქვს, ეგ არის ფსიქოლოგიური დასრულობის რაღაც კონკრეტული ეტაპი, მოდი ეგრე დავარქვათ. და შესაბამისად, მე ობიექტურად უყურებ ჩემ მშობლებს, რომ ჩემ მშობლები იყვნენ ძალიან თავდადებული მშობლები, ორივე უსაზღროდ ფანატურად უყვარდი დედა ჩემს განსაკუთრებით. მამა ჩემი მაინც ნარცისიზმიდან გამომდინარე თავის თავს პირველ საქმეს მაინც დავაზუსტე როგორც ყველა ნარცისი, მაგრამ მაგასაც იგიჟემდე უყვარვარ და ეგ არ მზღუდავს იმაში, რომ დავინახო, რომ ჩემი მშობლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და თავის ნაკლი ჰქონდათ, ისევე როგორც მე მაქვს ნაკლი ჩემ შვილებთან მიმართებაში. მეც რაღაცა დავაკელი ჩემ შვილებს და მათ მოუწევთ ამასთან დილინგი რო გაიზრდებიან, ან თუნდაც ეხლა, ან ცოტა გვიან და ერთადერთი რაც ვიცი, რომ ჩემ შვილებს ყოველთვის ვიქნები ჩემი შვილებისთვის საპორტ სისტემა, რომ ეს ამ პროცესში დავეხმარო ყველანაირად, რომ შეძლონ რომ თავის პროცესი გაიარონ, იმიტომ რომ ბუნებრივია მეც და დედამაც დაუტოვა რაღაცა გარკვეული, მოდი ასე ვთქვათ, დანაკლისები, დაუტოვა დეფიციტები, დაუტოვა ტრავმები, გადასცა ტრავმები, მათ შორის გარკვეული ოჯახის გაუცნობიერებელი ტრავმები, რომელიც მატარებლებიც ვარ და ჩვენ ტრავმები არა მარტო ოჯახის, ასევე, რა ვიცი, ერის არის კიდე, არის კაცობრიობის და ბევრი ტრავმები არის, რომელსაც ჩვენ გაუცნობიერებელ გადავცემ შვილებს. ერთი რაღაცა ვიცი, რომ მე ჩემზე თავი მუშაობ ჩემზე რომ ვიმუშავე და დღემდე მუშაობ და არ მგონია ცხოვრების ბოლომდე მოვიშვა ამას, ამ სპორტს, რომ ამითი მე ვაჯანსაღებ ჩემ თავს და შესაბამისად ვაჯანსაღებ თუნდაც ჩემი შვილებისთვის იმ მხარდაჭერის სისტემას, რომელსაც მე ყოველთვის ვეყოლები როგორც მშობელი. თუ მიუხედავად იმისა, რომ ისინი იზრდებიან და ზოგიერთი მათგანი უკვე
რამ 18 ასაკს უახლოვდება მიაიხა და სასწავლებლად მიდის უცხოეთში, მაგრამ ვიცი რომ ამავე დროს გამოყოფასთან ერთად რაც აუცილებელი პროცესი მგონია გამოყოფასთან ერთად ამავე დროს ეყოლება ჩემი სახით მეგობარიც და ხარდამჭერიც თუმცა მას უნდა ყავდეს სხვა მეგობრები რომელთაც ბევრად უფრო საინტერესო იქნება მისთვის ვიდრე ჩემთან ანუ და არა მაქვს მოლოდინი რომ მე მისთვის საუკეთესო მეგობარი ვიქნები იმიტომ რომ არ ვიქნები და მას ყოველთვის თავის ასაკიდან გამომდინარე ეყოლება მეგობრები რომელთაც ბევრად უფრო საინტერესო იქნება მაგრამ საყრდენი ვიქნები ყოველთვის და ადგილი ნავსადგური სადაც შეიძლება ყოველთვის მოვიდეს მიიღოს ხარდაჭერა და არა გადარჩენა მაინც დავაზუსტებ. მოდი მაშინ გადარჩენა რა ხან ახსენე გმირი მინდოდა რომ ყოფილიყავი ან ბავშვობიდან ესეთ ალაგდა შენ ცხოვრებაში რომ შენ შეითავსე ამ გმირის არქეტიპი ხო? ნუ ეს გმირის როლი. და ეს როგორ აისახა შენს კარიერაში? ჩვენ საუბრობდით workaholism-ზე, საქმეზე და შრომაზე, დამოკიდებულებაზე, რომელსაც წაახალისებს დღევანდელი თანამედროვე ცივილიზაცია, რაც უფრო მეტ შოულობ, რაც უფრო მეტი შემოსავალი გაქვს, უფრო მეტ ტაშს გიკრავენ და უფრო აღიარებული ხარ. შენც ასე იყავი. გინდოდა ეს ყოველთვის? არ მგონია რომ მან გინდოდა, მე მგონი უფრო სხვა რა გზა ქონდა. მოდი აი სხვა დაირად ვიტყვი რა ჩვენ ყველანი ბავშვობიდან ვიბრძვით მე სულ დედამიწას აი ძალიან მიყვარს ბიტლები გადავხვდივარ ხაზიდან აზრზე მაგრამ არა გუშავს მეტაფორები მიყვარს და მაგიტომ ბიტლს აქ ეგეთი სიმღერა all we need is love ანუ რა ჩვენ ჭირდება მხოლოდ სიყვარულია საბოლოო ჯამში ადამიანი დაბადებული არის მხოლოდ ერთი რაღაცისთვის რომ გასცეს და მიიღოს სიყვარული მეტი არაფერსთვის არ არის ადამიანი მოსული აქ და ხო შეიცნოს თავისთავი კაი მაგრამ შეიცნოს თავისთავი ასევე როგორც სიყვარული და როგორც მისი ოპოზიტი იმიტომ რომ ყველაფერს დუალიზმში აქვს თავისი ოპოზიტი სხვანაირად თამაში უინტერესო იქნებოდა აბა ლარნაგზე რომ მოგიტანო ყველაფერი საბოლოო ჯამში ადამიანი ვერ ირგებს იმას რაც ლარნაგზე არის მოტანილი ეგერ ადამი და ევა იყვნენ ეგერ 64-ში და ვერ შეირგეს ვერაფრით მაინდა-მაინც იმ ერთი ხისკენ წავიდნენ ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს მისწრაფება ამიტომ საბოლოო ჯამში მოდი მივიდეთ იქამდე რომ სიყვარულის გამომჟღავნება ბავშვის თვალით არის რა ყურადღება ინტერესი აი ყურადღებით რომ მშობელი დაგიჯდება არა ტელეფონით ეს ეს სხვა მე ბავშვთან ერთად რომ ჯდები და ერთი წამი ჩემ თავს უკეთებ როგორ თქვა ალბათ მის ტალღაზე ვცდილობ რომ დავჯდე მიუჯდე ის რომ თამაშობს დაპატარავდე მასთან ერთად ჩემ შინაგანი ბავშვი გამოუშვა ან რაღაცა ეგეთი გავაკეთო რომ იმ ბავშვმა იგრძნოს კაცო რომ მე მის სამყაროთი დაინტერესებული ვარ და შენც იგრძნო რაღაცა ჩემთვისაც ბავშვური ნაწილი ნახე ბავშვური ნაწილი ნახე აი ელემენტარულად შეხედე დაუშვათ რომ მე არა მაქვს ფსიქოთერაპია ნაკეთები დაუშვათ ეს ყველაფერი ნაკეთები არა მაქვს თარც ვიცი რომ შინაგანი ბავშვი მყავს როგორ ვიყო ბავშვი ჩემ ბავშვთან ანუ როგორ გავხდე ეს ბავშვური მაშინ მე თუ ამ ბავშვურ ნაწილებთან არ მეგობრობ და არ მყავს აღმოჩენილი არ მყავს გამოჯანსაღებული ეგ ნაწილები რომელიც ყველაზე მეტად ტრამირებულია ყველაზე მეტი ტკივილი მანდ გვიდებს ხო აი ეს ყველაფერი დაუშვათ არა მე ისე ვიძახი არ უნდა აკეთო რამე იმის გამო რომ ესე საჭირო არის მე უნდა ვქნა არა უბრალოდ მოისმინე და ეგება არჩევანი დაინახო და ნება მოგცა ღმერთმა რომ ეს არჩევანი აკეთო ხო ბავშვი რომ იზის მე სულ ეხა სამბავშვი რომ გამიჩნდა და გამიზარდა ხო ეხა უფრო გავიგე ბავშვების დანიშნულება სინამდვილეში ვიდრე მაშინ მესმოდა როცა გამიჩნდა იმიტომ რომ ნუ ისე გაცნობიერებული რო არა ხარ და შენ თვითონ ბავშვით რო დადიხარ ეს სამყაროს ესე რო უყურებ ნუ ჯერ ვერ ხვდები ხო ამას და სინამდვილეში ბავშვი იბადება იმისთვის რომ ეს ბუნებრივი პროცესი არის შენი გამოჯანსაღების. ანუ ბავშვი იბადება იმისთვის, რომ შენ ეს ბავშვური ნაწილი გამოგიყვანოს, დაგიტრიგეროს და გიმკურნალოს. ანუ რამდენად ჭკვიანურად და რამდენად დიდი ინტელექტით არის ეს სამყარო შექმნილი. ეს ბავშვიც იბადება იმისთვის, რომ შენი ბავშვი შეიყვანო კონტაქტში. და შენი ბავშვი გამკურნო მასთან ერთად, იმიტომ რომ ის არის შენი მკურნალი. და სინამდვილეში ის არის შენი მასწავლებელი. აი ჩვენ ხო მშობლებს გონია რომ ჩვენ ვართ ბავშვების მასწავლებელი. არა, ის არის ჩვენი მასწავლებელი. ის მოდის იმისათვის რომ აღარ მახსოვს სად იყო რომელ წიგნში იყო თუ რომელ ფილმში იყო ბავშვი რო იბადება და რო ეუბნება
პერსონაჟი რომ აუ შენ ღმერთისგან ეხა მოხვედი და მითხარი როგორია ღმერთიო ეკითხება იმიტომ შენ ახალი ჩამოსული ხარო და მე დიდი ხანია დავდივარო და ისა რა ქვია აღარ მახსოვს დამოვიწყდა და შენ გამახსენე როგორი არის შენ წარმოიდგინე რომ ის რომ იბადება ის თლიანია ის ავტენტურია ის ყველაფერი ის არის რაც შენ ამ შენი ცხოვრების მანძილზე დაკარგე უკვე გაიცვითე და შემოირგე აი ეს რაღაცა მიღბები და რაღაცა იმ მაგარი ტიპი ვარ და მაგარ სელფებს დებ ტიპი ხარ რა ანუ აი მანდა ხარ და ეს ტიპი დაბადებულია კავშირში საკუთარ თავთან, სხეულთან, მეობასთან, ემოციასთან, ყველაფერთან და იდეალურია. ანუ იდეალ პერფექტ არის, აი ეს არის პერფექტ სინამდვილეში. გასაგებია რომ მე არ არის ჯერ არ აქვს სოციალური უნარები, არც უნდა კონდეს. ჯერ ხო იცი, რატო გვაქვს 7 წლამდე ეგოცენტრიზმის პერიოდი, იმიტომ რომ შენი თავი თუ არ მიიღე რაღაცნაირად შეირგე ეს ბავშვობა რატო არის ის შერგება ბავშვობის რატო არის ეს მნიშვნელოვანი არის და მე პირიქით სულ ბავშვობაში უცნებობდი როდის გავიზრდები ვიყავი და ზუსტად იმიტომ არის რომ მე არ მქონდა ის ბავშვობა რაც ჭირდებოდა და მткиოდა ეს ბავშვობა და მაგიტო ფიქრობდი რომ ეხლა გავიზრდები და ყველაფერს დავერევი და დავერი კიდევაც მაგრამ ამან არ მომიტანა სულაც ბედნიერება ხო და მან ირჩევ რომ ან გმირი გახდე ან ანტიგმირი გახდე ან ჯამბაზი გახდე ან რაღაცა სულ 5 სტრატეგია არის საბავშვო მაგაზე ვერს ვიმეორებ რომ პროფესიები მე ყველაფერი ასეც ცხოვრები ცხოვრობ სინამდვილეში მაგ როლის ის არის რა ქვია გამოძახილი არის და მე გავხდი გმირი ხო ეს გმირობა ჯერ მივახციე სწავლით ძალიან ბევრს სწავლობდი ძალიან ბევრს შეიძლება ბავშვები როცა თამაშობდნენ მე წიგნები თამატარებდი დროს ჩემი ვისწავლე წერაც, კითხვაც, თვლაც, ყველაფერი ვისწავლე ჩემით და შესაბამისად ვისწავლე ჩემით რა ჩემ ბავშვობაში ტელევიზორში გადიოდა რაღაც გადაცემები საბჭოთა და იქ ასწავლიდნენ ბავშვებს ყველაფერს და გადაცემებით მაგ დასწავლე. სად ქონდა ჩემ მშობლებს დრო რომ ჩემთვის ეს ესწავლებინ. და შესაბამისად აი ეს ყველაფერი ნასწავლი ეს ყველაფერი მე გადაიზარდა ვორკოჰოლიზმში. ანუ ვორკოჰოლიზმის იყო ჯერ სწავლაჰოლიზმი და მე გადავიდა ვორკოჰოლიზმში და სწავლა თან ეხა ხვდები აბსოლუტური ხუთოსანი პირველი სკოლაშიც პირველი უნივერსიტეტშიც პირველი ხაც პირველი ყველგან პირველობა გამარჯვება ხვდები და მე შედიხარ ამის ეშხში და ყველა ტაშს რო გიკრავს გონია რომ მაგარი ტიპი ხარ უბრალოდ შენ ეგო გეუბნება რომ მაგარი ტიპი ხარ და მეტი გინდა შენს ეგოს მეტი მოდი ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რომ მეგობრებო ეგო არის დეფიციტზე დაფუძნებული პერსონაჟი შესაბამისად მისი დანიშნულება არის მუდმივად გამყოფოს დეფიციტში ანუ სულ არის ორი мотиваცია ცხოვრებაში და რაღაცნაირად მიყვარს ხშირად უხსნი ლიდერებს და გუნდებს мотиваცია რომ რაღაცას გავექცე და мотиваცია რომ რაღაცისკენ ვიარო ორი ენერგიაა ცხოვრებაში შიში რომ რაღაცას გავექცე და ინსპირაცია რომ რაღაცისკენ მივდიოდე ინსპირაცია ანუ მეტი არ არის ენერგიები რადგან არ უნდა დაეძებო დარჩენი რაღაც პატარა დეტალები არის ამ გზის მაგრამ ენერგია სულ ორია мотиваციაც ორია და სამყაროც მარტივია დუალისტურია შავია და ბნელია და ორივე გჭირდება რომ ერთი აღიქვა მეორეს ხარჯზე კონტრასტის ხარჯზე აქედან გამომდინარე იდეალურია არის ეს სამყარო მოწყობილი ეს ომიც იმიტომ არის რომ შვიდობის ფასი ვიცოდეთ და სიმწარეს იმიტომ არის რომ სიტკბო ვიცოდეთ და დავაფასოთ ეს ყველაფერი რაც გვაქვს და ამ კონტრასტის გარეშე სავარაუდოდ ჯერ ვერ ვაფასებთ მაგიტომაც საგვაქვს ალბათ ოდესღაც როცა ძალიან გავიზდებით რა მე რამდენი ცხოვრებით მოვბრუნდებით აქ და გავიზდებით რაღაცა მომენტში არ დაგჭირდება ეს კონტრასტი და მე დარწმუნებული ვარ რაღაცა მომენტში აღარ დაგჭირდება ეს ჩაგვეხსნება და შესაბამისად დარჩება მხოლოდ ისაც ჭირდება რაც მოგწონს და რაც გვახარებს ეგ მოხდება აუცილებლად უბრალოდ ჯერ მაგისთვის ზად არა ვარ და როგორც ახლა რავი არა 3 წლის ბავშვს ახლა ხომ არ უნდა მიცე ახლა მანქანის გასაღები ხო რომ ახლა ფერარით რო გაქანდეს იმიტომ 3 წლის ბავშვი ეგეთები ვართ ჯერ პატარები ვართ ხო და როგორც კაცობრიობა ჯერ კიდე გასაზრდელები ვართ და ის ზალა რომელიც ამ ზრდაზე ზრუნავს ძალიან ფრთხილა და დიდი სიყვარული ზრუნავს და
ძალიან რთული არის ადამიანურ გამოცდილებაში ტკივილის მიღმა და ინახოს სიყვარული. ძალიან რთული. და ეს ყველა გამოცდილება რო არის მიცემული რაღაცა მომენტში რომ ეგო ამოგიხდება, რავი, აქ მოვდიოდი ვიღაცამ ჩამჭრა გზაში და რომ მინდა შიგნით რომ ამოხტეს რაღაცამ და თუნდაც არ ვიცი ეჭხუბოს ან შეაგინოს და იმ მომენტში რომ შეგიძლია ამას შვიდა დააკვირდე, თუნდაც იმ პერსონაჟს რომელიც იმ მომენტში შენთან ამოხტა. აი ეს მომენტი ალბათ ჩვენ ჯერ არა ვართ მანდ, ვართ პატარა ბავშვები და ეს ანუ მე ვცდილობ ახსნა რომ ყველა გამოცდილებაში არის სიყვარული, ის იმ ტკივილშიც არის სიყვარული. ძალიან ძნელია ტკივილის დროს იმ სიყვარულის პოვნა, განსაკუთრებით ადამიანურ გამოცდილებაში ძალიან ბევრი ტკივნეული გამოცდილება შეიძლება იყოს. მაგრამ როგორც კი ადამიანი ამ ტკივნეული გამოცდილების უკან დაინახავს სიყვარულს და დაინახავს ის, რაც გამოსატანი აქვს ამ გამოცდილებიდან, მომენტალურად ყველაფერი ტრანსფორმირდება. აი ყველაფერი. და ამის მილიონობით მაგალითი არის. რა არ დამართნია ადამიანს და ამ რთული გამოწვევიდან გამარჯვებული გამოსულა. აი რა არ მომხდარა, რა მილიონობით მაგალითია. სადაც ადამიანი გამოდის უფრო ძლიერი ვიდრე მანამდე იყო, უფრო ღრმა, უფრო გაცნობიერებული, უფრო ღია გულით ვიდრე მანამდე ქონდა. ახლა ჩემთვისაც სამოთყოფობა რა პირველად რაღაც სახეში თან ისრაელში ძალიან მარტივად გეუბნები, თქვენ კი მოგჭირთ. ახლა გიოცავთ არ გეუბნებიან, ახლა თქვენ მოიგეთ ლატერეაში, მაგას არ გეუბნებიან, მაგრამ იქ შვიდად გეუბნები, აქ ჩვენებო ჩვენთან რო წუხდებიან დიაგ, ნუ არა იქ ჩვეულებრივი ამბავია გითხრა. შენი პირველი რეაქცია რა იყო ამას? ჩემი პირველი რეაქცია სიმართლე რო გითხრა, იკურნება, ორი კითხვა დავსვი, იკურნება კი, რა ჭირდება ოპერაცია, ხო და გააკეთეთ თქო. ან მე დაკავებული ვიყავ, მე იმ დროს არ მეცალა. იცი რისთვის არ მეცალა? ხო, აი კიბოსთვისაც არ მეცალა, სიმართლე რომ კიდე დაკავებული ვიყავი, რომ აი რა ყოდა მოსაჭრელი მოჭერით. იცი რა, ეხა შენი სიყვები, აი წარმოიდგინე ვინც ეხა ამ მომენტში გადის ამ პრობლემას. შეიძლება ვფიქროს, რომ ეს ხალხი გაგიჟდა რა სიცილკისკისში ახსენებენო აი ასეთ სერიოზულ დაავადებას. იცი, მე სიმართლე რომ გითხრა ჩემზე ეგრე არ დამართნია ჩაგრუზვა, მოდი ესე ვთქვათ, მე როდესაც ისრაელში ვიყავი ბირთვული მედიცინის ცენტრში, პირველად ჩავედი, ჯერ ამოაჩინე რომ ქალაქი არსებობს მიწის ქვეშ. აი ეგეთი რაღაცა, აი ვიცი, აი რომ პირველად რომ მეტრო რო აღმოაჩინო, წარმოიდგინე, არასოდეს მეტროში რო არ ხან აყვე და პირველად მიწის ქვეშ რო ჩადიხარ და ახალობით ეს ჩავედი იხილოვის სამოთყოფოში ვიყავი. მე ოპერაცია ასუტაში გავიკეთე და იხილოვში მიკეთებდნენ იმას რადიოთერაპიას, ანუ იოდს სვავ სპეციალურს. ეხლა საქართველოში კეთებ, მაშინ აქ არც კეთდებოდა ეგ. ანუ ეს თერაპიაც არ არსებობდა, ხვდები 2014 წელს და იქ ჩავედი და რადიოთერაპიის ქალაქი არის და უამრავი ადამიანი სხვადასხვა დიაგნოზები და იქ რო ჩავედი, აი მან დავჯექი და მან დამემართა შოკი. აი მან მართლა შოკი დამემართა, იმიტომ რომ ანუ არა დიაგნოზის გაგებისას არამე და არა, ჩემ თავზე ანუ როცა გავიგე, როცა იქიმა მითხარ რომ ბიჭო თუ კი მოგჭირსო, უნდა ინატრო რომ ესეთი კი მოგჭირსო, იმედეს განკურნებადი არისო. და არ არის პრობლემა შენო არც მეტასტაზი არაფერი წასული არა გაქვს და ლოკალიზებულია და ოპერაციას გავაკეთებთო და რავი მე თერაპიებს შეიძლება მოშენ განიკურნებიო, ანუ ეგრევე გამაფრთხილეს რომ ეს ისეთი ტიპის კიბოარია, რომელიც არ არის ესეთი საში. რო ჩავედი და იქ რომ ნახე ყველა ასაკის ადამიანი და პლუს ნახე ბავშვები. აი დავჯექი მართლა გეუბნები და აი უბრალოდ სუნთქავდი, რომ აზზე მოვსულიყავი, იმიტომ რომ აი როგორ არის იცი, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ რეალობას. ანუ მიწის ზემოთ არ ჩანს, მიწის ქვემოთ რა ხდება. თურმე ხდება. თურმე თელი ქალაქი არის და იმ ქალაქში არიან ის ადამიანები, ყველა ასაკის და ბავშვებს რო ყურებ, მათი მშობლები, წარმოიდგინე მათი გულშემატკივრები, აი შენ ამას რო ხედავ, აი მე ხვდები მასშტაბი, იმიტომ რომ 1-2 ესე გამიგია Facebook-ზე წავიკითხე სტატუსი ან ჩემ მეგობარს ჭირს ერთია, რომ ჩადიხარ და ქალაქს ხედავ, სხვა არის. და აი მანდიყო ალბათ ჩემთვის, აი ხო აი მანდიყო და ხვდები რომ ადამიანური გამოცდილება ძალიან რთული შეიძლება იყოს. ანუ ჩვენ ისედაც ერთ-ერთ
ერთ-ერთ რილში უსმენდი, რომ ადამიანური გამოცდილება არის სავსე ტკივილი და იგრი არის, რავი, ყველა მოკვდება ჩვენს გარშემო, რა ვიცი, უფროსი თაობის ხალხი. ეს საუკეთესო სცენარს ვიძახე, წარმოიდგინე. მეგობრებს კარგავთ, რავი, ზარლებს, კატებს, ბებიებს, ბაბუებს, შობლებს, ანუ შვილებს ზოგიერთ შემთხვევაში და წარმოიდგინე ამ გამოცდილებაში ვართ, რომელიც შეიძლება ძალიან გამომწვევი იყოს გამოცდილება, მაგრამ ამ გამოცდილების უკანაც ამ ტკივილის ძალიან დიდი ტკივილის უკან ისევ და ისევ მეორე ჩემთვისაც 3 წელი კოშმარი ხდებოდა 2014-დან პრაქტიკულად 17-მდე, აი არ ვიცი, როგორ გითხრა. სანამ ამის მართვა ვისწავლე, რაც დამევართა საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე. თან მუშაობდი ამ დროს. შენ ხარ ვორკაჰოლიკი, გავიხსენოთ. კი. ოპერაცია გადაიტანე. საერთოდ სხვა სისტემა არის შენს სხეულში. სხვა სხეული გაქვს. აი როგორ მუშაობდი? როგორ შეძელი რომ კლავ ისეთი ვორკაჰოლიკი ყოფილიყავი? ერთი მომენტი მინდა გითხრა. სხვადასხვა ამ ბევრ მომენტს, რა ვიცი, ალბათ მაყურებელი მე შეძლებს ოდესღაც ციკში წაიკითხოს. ერთი მომენტი არის ძლივს მიჭირავს ჩემი თავი და რაღაცა მომენტში მიბარებენ. იმა მოუყვეძა მაგარი მომენტი არის, მიბარებენ და მაწინაურენ. თქო მეუბნებია რომ შენ აწიო საქართველოს ბანკის ჯგუფის HR დირექტორი იქნებიო, თან მარკეტინგიო, თან ეს ბარდება და ვიცე-პრეზიდენტი ხდებიო საქართველოს ბანკისო და საღოლო და მაგრა აკეთებ შენ საქმესო და მე ამ დროს დავჭიქი და ვფიქრობ ჩემი თავი ვერ მიმართია ისე ვარ და 30,000 კაცის მართვას როგორ მაბარებ მეთქი სამყარო აი ეგ მომენტი მქონდა ეწერტილში რომ აი 30,000 კაცის მართვას როგორ მაბარებ ჩემი თავის მართვა ვერ მისწავლი ესე დღეში ვარ თქო და მართლა შემეშინდა და სამყაროს მეკითხებოდი რომ რას მერჩი თქო აი ისე მაგ პარადიგმაში ვიყავი რომ რას მერჩი და რა გინდა და რატომ აძლევ ამ გამოწვევას და ისედაც სულად ვარ და კიდე ზემოდან ამ ხელად ვირც როგორ მაძლევ თქო და ალბათ სავარაუდოდ პასუხი შენ კითხვაზე არის რომ მაინც იმდენად დიდი დისციპლინა მქონდა რომ მივხვდით იმისა რომ საკმაოდ სულად ვიყავი მაინც ვახერხებდი ფუნქციონალობის შენარჩუნებას ჩემი ფსიქიკა არ იყო იმ დონეზე დისფუნქციური რომ მე არ შემეძლოს მე ფუნქციური ვიყავი უბრალოდ მიჭირდა მაგრამ აცნობიერებ მაგ დროს რომ შენ ხარ დამოკიდებული საქმეზე აი ამ მომენტში აცნობიერებდი იცი რა არა ვორკოჰოლიზმი რა არის გავიგე ძალიან გვიან მოდი პირდაპირ გეტყვი ეგეთ რა მანამდე მე ვიყავი პროსტ წარმატებული ადამიანი და წარმატებას ბევრი შრომა ჭირდება ბებიაჩემის და დედაჩემის პროგრამის ქვეშ ვიყავი რომ აბა შრომის გარეშე როგორ გინდა შვილო რამეს მიაღწიო ეგ რა თქმა უნდა მასეა მაგრამ აქ საუბარია დამოკიდებულებაზე იცი რა არის ძალიან საინტერესო რაღაცა იყო აი ეს სამყარო ერთ-ერთ დღეს ჩემმა მეგობრმა დამირეკა ერთ-ერთმა და მითხრა რომ მოდიო შევხვდეთო ერთ-ერთი რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნაო საქართველოში 12 ნაბიჯი დაკეთებენ რაღაცებს და მოდი შევხვდეთო მე ვხვდებიო შენ წამომყევია და მე შევხვდი და მე რაღაცა დავიწყეთ განხილვა მე უკვე ძალიან აქტიურად იმაზე ვარ რა ქვია განვითარებაზე მუშაობ აქტიურად და იმ მომენტში ესე იგი განვიხილეთ ეს და რაღაც ალკოჰოლიკების პროგრამაზე ლაპარაკობდა და რაღაცების 12 ნაბიჯი რაღაცებზე ლაპარაკებოდა და მე უბრალოდ ანუ ნახე როგორ რაღაც არის ალკოჰოლიკი მე არა ვარ მე ეგრევე პირველი ხო იდენტიფიკაციის თემა მაქვს და არა ვარ ალკოჰოლიკი მეთქი მაგრამ აი ხა რაღაც ტრანსფორმაციაზე რო ლაპარაკობ დამინტერესდი თქო და მოდი თქვენ კურსზე მოვალ და მოვედი მაშინ და გამოსავალში ნუგზართან ერთად დავიწყე მაშინ კურსის კეთება და მაშინ აღმოჩინე საერთოდ 12 ნაბიჯი. არა, მე აღმოჩინე 12 ნაბიჯი და მე ამ 12 ნაბიჯის თელი სისტემის შესწავლის მერე მე ხო თუ რაღაცაში შევედი ყველაფერზე ფასოლოდ მაგავარჩიო და მე გავარჩიე თელი ეს 12 ნაბიჯის პროგრამები რაც კი არსებობს. მე აღმოჩინე რომ ვორკოჰოლიკებს თავისი აქვს, სექსოჰოლიკებს თავისი აქვს, ნამიზჰოლიკებს თავისი აქვს და თურმე დამოკიდებულების და მიჯაჭულობის მექანიზმები როგორ მუშაობს რომ ის ერთნაირი არის საბოლოო ჯამში და უბრალოდ ზოგს იმასთან მიდის ზოგს ამასთან მოკლედ ეს ყველაფერი შესწავლის მერე სხვადასხვის ვორკოჰოლიკების პროგრამა არ განავითარე მე უფრო მეტად წავედი დისფუნქციური ოჯახების შვილების გზით იმიტომ რომ რეალურად მოდი პირდაპირ გეტყვი რა საქართველოში ოჯახების 95% არის დისფუნქცია
შესაბამისად დისფუნქციურ ოჯახში გაზრდილი ადამიანი აზროვნებით და პარადიგმით არის დისფუნქციური, იმიტომ რომ ჩვენ ხვდებით ის, რაშიც ვიზდებით. პირდაპირ გამიმეორებ კიდევ ერთხელ. ჩვენ ხვდებით ის, რაშიც ვიზდებით. თუ გავიზარდე დისფუნქციაში, ესე იგი ვარ დისფუნქციის მატარებელი. ანუ აზროვნებით ვარ დისფუნქციური. ანუ მანამ სანამ მიხვდები, რომ დისფუნქციური ხარ, როცა მიხვდები. მერე იწყება მუშაობა. ხო, შენთვის ნორმა, ჯერ და ვერ ხვდები ამას. ხო. მაგრამ იცი რა მახარებს იმას, რომ განსხვავებით იმ დროიდან, რასაც მე ხა ყვები და როცა პირველ ნაბიჯებს დგავდი, მაშინ არ ვიცი, ფსიქოლოგიის პრობლემა იყო, ყველაფერი პრობლემა. ხო, დეფიციტი. დღეს არის უკვე ხალხი, ასე თუ ის მე მგონია რომ გაიხსნა ეს თემა, საკუთარ თავზე მუშაობა აღარ ტეხავს. სტიგმებსაც რაღაცას მოევლო, ასე თუ ისე და ბევრი ხალხი მუშაობს თავის თავზე და ძალიან მახარებს მე და მე ძალიან ბევრი ძალისხმევა ჩავდე, იმიტომ რომ მე ყველაფერსაც სოფლიოში მომწონდა, მე მოვათრებდი საქართველოში. და ეს მოვათრიე ძალიან ბევრი სხვადასხვა ადამიანი, კომპანია, მოდული თუ რა მეთოდი თუ რაღაცები, რაც დღეს საქართველოში არის, ბევრი იქიდან ჯერ მოთრეული არის პირადად. კარგი გაგებით მოთრეული, მაგრამ ნუ სინამდვილეში მე რაღაცა რომ მომწონდა, მე ეგრევე უი ეს ჩვენ ხალხს გამოადგება და რა ეგროლიც მაქვს ალბათ ეგეთ გმირის როლია რატომაც. და საბოლოო ჯამში დღესდღეობით შემიძლია გითხრა რომ რავი უამრავი მეთოდი არის უკვე საქართველოში, რომელსაც ადამიანს შეუძლია რომ იმუშაოს, თუმცა ისე ვიმეორებ. ნიშნავანი არის თუ საკუთარ თავზე მუშაობ, ნიშნავანი არის რომ აკინძო შენი უნივერსალური გზა. რას ნიშნავს ეგ? ისაც საშასთვის იმუშაო ავტომატურად არ ნიშნავს რომ იმუშავებ შენთვის. შეიძლება საშას გზაზე 10 კომპონენტიდან 5-მა იმუშაოს შენთვის და 5-მა არ იმუშაოს. ამაგალითად 9 იმუშაოს, 1-მა იმუშაოს. ან საერთოდ არაფერმა არ იმუშაოს. ეს არ ნიშნავს რომ საშას გზა არ ვარგა. ეს უბრალოდ ნიშნავს რომ შენთვის სხვა გზა არის. ანუ სხვა მასწავლებელი გჭირდება, სხვა მენტორი გჭირდება, ანუ საძებნი იქნებს. ამიტომ იდეურად რო შევხედოთ, ნიშნავანი არის რომ ჩვენ თუ ვეძებთ რომ არსებობს ერთი უნიკალური გზა, ну რავი, ამ ასეთი არის ქრისტეს გზა და ეგერ არსებობს ეს გზა. საკუთარი თავის შეცნობის თვალსაზრისით ყველანაირი სხვა ის რას გავს ეგ პროცესი რო აღწერო ხა ცოტა რა გავცდებ მე მაგ ჩემი მეტაფორები როგორ ყვები ეს ძალიან გავს შენი შინაგანი სამყაროში არის ლაბირინთი და ამ შინაგან სამყაროში შენ ეს ლაბირინთები რო შექმენი ოღონდ შენი შექმნილია ყველა ეს ლაბირინთი თავის დროზე ამ ლაბირინთებში რუქა არავის არ დაუხატე ანუ რუქა არ არსებობს რა შენ უნდა გაიკვლიო შენ უნდა უკან მობრუნდე და ეს ლაბირინთი რომელიც შექმენი რომლითაც შენ დაშორდი შენ თავს აი მინდა კარგად ბოლოში რომ არავის არ ეგონოს რომ რა არის ბოლოში შენ თავი მეტი არაფერი არ არის ის შენი თავი რომელიც შენ დაიბადე როგორიც მოხვედი ამ სამყაროში როგორიც იყავი მთლიანი ავტენტური ლაღი ხალისიანი ენერგეტიკული ყველანაირი ბუნებრივი ის არის ბოლოში იმისგან დაშორდი იმას ჩამოშორდი და იმის მიღმა შექმენი თელი ეს ლაბირინთი და ხარ დღეს რა ხარ აი ხშირად მე რა ვარო მაშინ მეო ის თუ არა ვარ აბა ვინ ვარო ვინ არის და რავი ხელოვნური სტრუქტურა რომელიც შექმენი იმისთვის რომ გადარჩე ამ სამყაროში ამიტომ აქ დღეს ზამარტივ რა თქმა უნდა ჩვენი პიროვნება ასე ამაყად რომ ამბობთ ო ის ისეთი პიროვნება იყო ხანდახან მეღიმება მაგ სიტყვებზე საბოლოო ჯამში ის პიროვნება ჩვენ ვანვითარებთ ამ პიროვნებას იმისათვის რომ გადავრჩეთ მე რაღაცა მომენტში ცხოვრებაში შეიძლება დადგეს წერტილი სადაც შეიძლება გაცნობიერო რომ გადარჩენის გარდა არაფერი არ იცი ცხოვრებაში ანუ გინდა სიცოცხლე ანუ სიცოცხლით მონიჭებული ემოციები გინდა ანუ თითქოს რა გინდა იცი ბედნიერება გინდა ხალისი გინდა სიხარული გინდა გახარება გინდა აი გინი გინდა და ისა ბრაზი წენა ტკივილი შიში აი გინი არ გინდა ეგენი არ გინდა არ მუშაობს მას ანუ საბოლოო ჯამში გამოდის რომ თან მინდა ერთი რაღაცა მაინც დავაზუსტო გადარჩენის მოტივატორი მეწივად არის შიში ანუ შიში არის ამომავალი წერტილი თელი გადარჩენის ფილოსოფია დგას შიშზე რა არის მთავარი შიშები ხო შიში რომ არ მაქვს რამე საკმარისი არ მაქვს საკმარისი ფული განათლება რამე რესურსი
არ მაქვს საკმარისი. მეორე შიში არის რომ არ უყვარვარ. რა მნიშვნელობა აქვს? ქალს არ უყვარვარ, კაცს არ უყვარვარ, უფროს არ უყვარვარ, მეზობელს არ უყვარვარ, მეგობარს არ უყვარვარ, ვიღაცას არ უყვარვარ. ეგ არის მეორე შიში. და მესამე საბაზისო შიში არის რომ მე არ ვარ საკმარისი, არ ვარ საკმარისი ჭკვიანი, ლამაზი, განათლებული, წარმატებული და ასე შემდეგ. აი ამ გონკაში ვართ მუდმივად, ეს არის ის საწვავი, რაშიც ჩვენი ეგო გვაცხოვრებს. და საბოლოო ჯამში თუ შენ ეს ყველაფერი არ გააცნობიერე, შენ გინდა ემოცია, რომელიც 200 ვიბრაციის ზემოთ არის და ეს მაღალ ვიბრაციული თხელი ემოციები არის ზემოთ. და ეგო 200 ვიბრაციის იქეთ არ გაგიშვებს. იმიტომ რომ იცი როგორ რაღაც არის? აი ახლა სულ ვიძახი რომ შეიძლება რომ უთოსგან მოელოდო რომ ის გიმღერის მელოდიას. არა, ეს ნიშნავს რომ სუდი უთოა, არა, ის უბრალოდ უთოა. და ჩვენ გვინდა მაღალ ვიბრაციული ემოციების მიღება ცხოვრებისგან, როცა ცხოვრობთ ეგოს ბოქში. ანუ უთოები ვარ და გვინდა რომ სიმღერა შეგვეძლოს და კი ბატონო, არ არის პრობლემა. ნეტა რამდენ ხანს გასტანს კიდე ასე ცხოვრება, აი ამ რწმენით, რომ აი შეიძლება ისე არაფერი ცუდი არ არის რომ უთობაში სიმღერა ეძიო. უბრალოდ ვერ იპოვი. ხო და რა აზრია, დაკარგულია ეს. იცი რა არის? უამრავი ადამიანი ისე ვიმეორებ, აგრძელებს ამ გზას და არიან მათ შორის ჩემი აზრით ადამიანები, რომელიც სხვა ადამიანების ამ როგორ თქვა, ამ ზონიდან გამოყვანაზე იღებენ პასუხისმგებლობას, მაშინ თვითონ არ არიან გამოსულები იქიდან. და შესაბამისად, შენ არ შეგიძლია ადამიანი წაიყვანო იმაზე შორს, ვიდრე შენ ხარ ნამყოფი. ალპინიზმის პრინციპს ვეძახი რა, შეგიძლია შენ იმ თაზე აიყვანოს, შენ თვითონ ნამყოფი არ ხარ, ვერ აიყვან. ამიტომ პირველ რიგში იქნება ეს რაღაცა ტიპის სპეციალისტი სულ ერთია თავისი პროცესი აქვს დასასრულებელი. და მე უკვე რაღაცნაირად შეგიძლია გაიყვანო ხალხი იქ, სადაც ნამყოფი ხარ. და აი ახლა მე თითქოს რა მესმინება, იცი რომ ჩვენ გვინდა როგორ თქვა ეგო დეფიციტში ვიპოვოთ სიუხვე და ვერ იპოვი. იმიტომ რომ სიუხვე და დეფიციტი არის როგორც აი შეიძლება ოთახში თან ბნელოდეს და თან ნათელი იყოს, არა. ან ერთია. ან შუქი თუ შემოვიდა და ბნელი აღარ არის. ხო იგრი? აქედან გამომდინარე სიუხვე მაღალი ვიბრაცია, ქვედა ვიბრაცია არის სიბნელე და შიში, რომელიც ამ სიბნელიდან გამომდინარე მოდის. და რანაირად შეიძლება მან განიცადოს სიუხვე? ანუ გამორიცხულია. ისე ვიმეორებ, მაგიტომ არის რომ ხშირად ადამიანები დადიან წრეზე და ამას მე უკვე ბევრს ხედავ, ანუ იმიტომ რომ ბევრი ხალხი დადის გარშემო და მე იცი როგორ რაღაც არის რაღაცნაირად უკვე ვსთიობ რომ ტრენდიც დავინახო, იმიტომ საკმარისი შეგროვდა უკვე დატა. ანუ ეს ვინ არის, რისი დატა, როგორი ადამიანების მონაცემებია ეს, ვინც არის დამოკიდებული თქვათ რაღაცაზე, თქვათ ეს იქნება შრომა, იქნება რამე ნივთიერება თუ ასე შემდეგ და ამ ადამიანებმა იგრძნეს რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც უნდათ, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ ახლა საუბარი რითი დავიწყეთ, ხო, წარმატება, როგორ ადამიანებს უნდათ წარმატების მიღწევა, მინიმუმ გინდა რომ გქონდეს შემოსავალი, ხო, რომ რაღაც შენს გადარჩე, შენი ოჯახიც გააბედნიერო და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა შეიძლება გვიყურებს მაყურებელი და ამბობს რომ საშა კაცმანი, რომელიც მართლა მარკეტინგის ღმერთი არის და რომელსაც ძალიან დიდი მიღწევები აქვს, როცა მეუბნება რომ იცი რა, თურმე შრომაზე დამოკიდებულებაში არ ყოფილა ბედნიერება, ასე ვერ იპოვე ბედნიერებას. ეს ადამიანები ცოტა გაურებულები არიან. სიმართლე გითხრათ, ცოტა მეც რაღაც მომენტში მქონდა ეგ პერიოდი ცხოვრებაში. თავის თავზე ხوار ლაპარაკობს. არა, მე რაღაც პერიოდები მქონდა, მაგრამ მე არ ყოფილა არასდროს დამოკიდებული შრომაზე. თან მე არ ვიცი, შეიძლება ეს გოგოების თემა, რომ არ ვართ ისე დამოკიდებული როგორც კაცები, იმიტომ რომ კაცებს რაღაც თითქოს უფრო მეც თხოვს საზოგადოება, რომ აი ხა შენ უნდა იყო რაღაც ოჯახის შემნახავი, ასე შემდეგ, მეტი წნეხია კაცზე. ჩემთვის ეს არ ყოფილა არასდროს, თუმცა მე ბევრი მეგობარი მყავს, ვინც არის მართლა ვორკაჰოლიკი, ვისაც უბრალოდ სახეზე ეტყობა. აი ამდენი შრომა და ნაკლები დაფასება. თან ჩვენ გავიხსენოთ, რომ საქართველოში ვცხოვრობთ. ეს არის ქვეყანა, სადაც ლარის კურსი, ლარში ხელფასი, გადასახადი დოლარში და ასე შემდეგ. ხო, ძალიან ძნელია ამ ქვეყანაში იპოვო ის წერტილი, სადაც შენ იქნები ბედნიერი შენი თავით. იმიტომ რომ, შენ მიხვდები, რომ არ მინდა მე ამდენი მუშაობა, მოდი მე დავკმაყოფილდები. მაგრამ, აი ხა ჩემ თავზე რო გითხრა, მე მაგალითად ესე ვცხოვრობ, თუმცა მე აი ამ მონაცემებით მე არ შემიძლია, რომ სიტყვაზე ვიყიდო ბინა, ჩემი საკუთარი, ჩემი კუთვნილი. თუმცა მე ვიაზრებ, რომ ჩემი ჯანმრთელობისთვის, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ვორკაჰოლიკი არ უნდა ვიყო. აი ისეთი, რომელიც მე შენ წინადადებას დაგაბრუნო? აბა
აი ის ბინაზე რო წინადადება თქვი, ბოლოში უბრალოდ თქვი ჯერ. ხო, ჯერ არ შემიძლია. ოკეი. არ მაქვს მაგის საშუალება. ჯერ. არა, ჯერს გაუშვი ხაზი. გაუსვა ხაზი თუ გავეშვა? ჯერ. აი ჯერ სიტყვას გაუსვი ხაზი. ოკეი, გავუსვი. ნახე რა სხვაობა არის. ამ რაღაცა შევს დავაბრუნებ. შეიძლება სხვისთვისაც იყოს ეს. ჩვენ არ ვაკვირდებით ცნობიერად რას ვლაპარაკობთ. ეგ ჩვევა არ გვაქვს. ამიტომ როდესაც შენ იტყვი, წარმოიდგინე, ცოტა ხანი რომ სამყაროს ბრძანებელი ხარ. აი უბრალოდ წარმოიდგინე. ოკეი. სამყარო ამ დროს ეხა შენ გისმენს. რა უნდა საუბეს ეხა? ჩემგანო და შენ ამბობ, მე არ შემიძლია ბინა ვიყიდო. საომე ამბობს, მე არ შემიძლია ბინა რომ მოდი აღვასრულებ ამას. ასე მარტივად ხდება. ამიტომ დაგაბრუნე და დაგამატებინე სიტყვა ჯერ. ყველა არ დაგამატებინე სიტყვა, იმიტომ რომ ჯერ რაღაცა მომენტში შენ როდესაც გადაწყვიტა, რომ გინდა ბინის ყიდვა, შენ სახსრებით. შენ ბინას მიიღებ. ნუ ეხლა შენ მეუბნები რაღაც ეს მანიფესტაციების და ვიზუალიზაციების ძალა? აბა როგორ? ეხლა მოდი მე დაგაბრუნებ სად? მე შენ გითხარი რომ მე მაქვს ცნობიერად მიღებული გადაწყვეტილება, რომ მე არ მინდა ბევრი მუშაობა, მე არ მინდა 9-დან 6-მდე მუშაობა, მე მინდა გაუფრთხილდე ჩემს ჯანმრთელობას, ვიყო სტრეს-ფრი ცხოვრებით ვიცხოვრო. სტრესში არ ვიყო, რაც შეიძლება ნაკლები სტრესი მივაყენო ჩემთვის, თუმცა მე ძალიან მიყვარს მუშაობა, მე მიყვარს როცა საქმიანი ვარ, ჩემ თავს გამოვხატავ ასე, რაღაც ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ, მე ეს სიამოვნებს. მაგრამ აი რა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე? აი მე გავაჟღერე სამყაროს მივეცი ეს ჩემი რაღაც სურვილი გავაჟღერე რომ მინდა რომ მაინც ესე რაღაც შეიძლება არ არის აუცილებელი ცი ეხლა რაღაცა შეიძლება სურვილი თქვი მოდი დამიზუსტე შეიძლება რიცი სურვილი ხო აი რა უთხარი სამყაროს რომ აი მე მინდა რომ მქონდეს ჩემი უძრავი ქონება ჩემს საკუთრებაში ოკეი მოდი დავაზუსტებ მანდ რომ მინდა გავიგო როგორ ოკეი, მინდა გავიგო როგორ, კი? და არა მინდა. კი, მადლობა რომ დამეხმარე, ესე იგი ჩამოყალიბებაში კითხვით. ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო იცი, კაი გამგონი ჭირდებაო. იქეთ მხარესაც, აი სამყაროს რო ველაპარაკებით, ანუ საკუთარ თავს ველაპარაკებით სინამდვილეში. რა თქმა უნდა. იმ მომენტში რაღაცნაირად იცი როგორ რაღაც არის გამაგებინე, რა გავაკეთე? შერო დღეს დაუჯდე, თუნდაც იმ ChatGPT-ს და დაელაპარაკო, რომ რავი, მე ვარ ესე, მოუყევი შენ ისტორია, მინახარ. და უთხარი, რომ აი ესეთი ტიპი ვარ თქო, მინდა სულ 3 საათი ვიმუშაო დღეში. ოღონდ კონტექსტი ძალიან კარგად უნდა გააგებინო, ხარ რა გიკეთებია და ხო, რა შესაძლებლობები მაქვს, რისი ნიჭი მაქვს, რისი უნარი მაქვს. ხარი და უთხარი 3 საათი მინდა ვიმუშაო დღეში, მეტი არ მინდა ვიყიდო ბინა. რომელიც ღირს თქვა $200,000 პირობითად ვიზახ რამიშო რა ციფრსა შეუყვან. და რას მირჩევდი, რა ვაკეთო აი ამ უნარებით? მოდი გინდა კითხო ახლა. კი ბატონო, კითხე. ნეტარად მიყვარს. არა, უბრალოდ შენ ძალიან ბევრი არა, ეხა ხარისხიანად არ გამოგივა. გეტყვი რა. ოკეი, კითხვა კარგად უნდა ჩამოვაყალიბო. არა, მარტო კითხვა. ხო, კონტექსტი. შენ გჭირდება შეუყვანო კონტექსტი. შენ თუ ყავს ბოტი, რომელიც არის დატრეინინგებული შენზე. რა თქმა უნდა. ხო, აი, რომელიც აი მაშინ უკვე შეგვიძლია ესეთი კითხვა დაუსვა. ხო, ნუ მე ესეთი კითხვები არ დამისვას ChatGPT-ისთვის. მაგრამ ძალიან საინტერესოა. აი, ნახე, ისე ვიმეორებ. დასვი კითხვა, მათ შორის დაელაპარაკე იმ გაიკითხე, ვინ არიან ადამიანები, რომელიც ცოტას მუშაობენ და პირობითად შეგჭირდება $10,000 თუ ვთქვათ. გაიკითხე, ვინ მუშაობს 3 საათი და შეულობს $10,000. აი გაიკითხე, გარშემო ხო არ გიფიქრია რომ ვიღაცა ტიპები ეგეთები არსებობს 10,000 კი არა 100,000 შეულობენ და მილიონებსაც. გოგოები? არ ვიცი გოგოების და ბიჭების. აი მე გოგოებზე გკითხე. ხო და გოგოები, ნახე ისე ვიმეორებ. შეხედე მინდა არ ნიშნავს ავტომატურად შესრულებას. არავის არ უთქვია, რომ შენ ხელის განძრევის გარეშე ყველაფერი ესე მოგივა. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ შენ როგორც კი ითხოვ დახმარებას დამიჯერე. ან სადღაც ეს რაც ხა YouTube-ი ამოგიხდება, ან სადღაც რაღაცა ამოგიხდება, ან კურსი ამოგიხდება, ან ადამიანი, ან წიგნი, ან ვიღაცა ტიპი დაგირეკავს და გეტყვის, რომ ხვდები ხო რას ვიზახი? ამიტომ ეს იცი როგორი პოზიცია არის ხშირად ჩემი აზრით? პოზიცია არის, რომ სამყარო მომეცი. სამყარო მომეცი არის ბავშვური პოზიცია, როცა მე ველოდები, რომ დედა უნდა მოვიდეს
და გამხადოს მე ბედნიერი. მოდი ყველაფერს სამყაროს ველაპარაკებით როგორც დედას. და არ არის ეს სამყარო დედა. ხო ხვდები, სამყარო შენ ხარ და სამყარო აქ მოსული შენი ერთ-ერთი ამოცანა არის რომ გაიზარდო. და გაიზარდო ნიშნავს რომ შენ ცხოვრებაზე აიღო პასუხისმგებლობა. და პასუხისმგებლობის აღება არ ნიშნავს რომ მომეცი. ეს არ არის პასუხისმგებელი ადამიანის ქცევა. ხო, რავი, ალბათ თხოვნა თუ მოთხოვნა, არ ვიცი რა დავარ. ხო, ანუ გასაგები ხარ, რა თქმა უნდა, ადამიანი რომელიც ზრდასრულია და დამოუკიდებელია მინიმუმ, მას უნდა შეეძლოს საკუთარი ცხოვრების ხელში აღება, ასე რომ ვთქვათ, ხო? მე ეგ ვიცი რას ნიშნავს და მე არასდროს მიცხოვრე ამის გარეშე. მაგრამ იქნებ ძალიან დასაფასებელია. ხო, ну ბავშვობიდან რომ მუშაობენ, მე ის კატეგორია ვარ, მაგრამ იქნებ მე რაღაცა გამოვტოვე, რაღაცა ვერ მივხვდი, იქნებ რაღაც არ მესმის. იქნებ მარტო ის რომ პატიოსნად იმუშავებ და რაღაცას დააგროვებ, იქნებ მარტო ეს არ არის იმისთვის საკმარისი, რომ შენ იყო წარმატებული და ფინანსურად შემდგარი ადამიანი. იქნებ რაღაცას ვერ ვხვდები მე, ან ჩემს წრეში, სადაც მე მაქვს ურთიერთობა არიციან და მეც ვერ გავიგე. იქნებ არასწორ კითხვებს ვუსვამ ChatGPT-ს თუ ვისაც იქნება, ინტერნეტს, Google-ს თუ რაც იქნება. იქნებ რაღაც ესეთ გარემოში აღმოჩნდი და ცხოვრება მომყოფა და რაღაცა მჭირდება, რომ გავიგო, რომ რა არის წარმატების ფორმულა. მოდი უხეშად ვიტყვი. უხეშად, რომ აი მე რო ვიყო ადამიანი, რომელსაც მაქვს ჭერი თავზე და რაღაცა მშვიდად ვარ, აი ეს არის აუცილებლად საჭირო. აი ეგ მაინტერესებდა. ნუ შენი რჩევით მივხვდი რომ რაღაცებს საუნ ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანო რა. როგორი პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, სარკის გაკოტრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ფულის ყვედრი და თვლა ბიზნეს სკოლის დამთავრებული არიცო. მათ შორის მეც დავაზუსტე, ოღონდ მე ბიზნეს სკოლა არ ქონდა და ეს გამომართლებელი არ არის, მაგრამ მეც არ ვიცოდი რა თვლა. წესიერად ქვეყნის ბრუნვა შევქმნით, ქვეყნის პროექტი გამახორციელეთ, ქვეყნის რაღაც, მაგრამ ფულის თვლა არ ვიცოდით რა. მაგრამ მათემატიკური უნარები და ეს ქონდა. მიუხედავად იმის კი მქონდა, ფიზიკა-მათემატიკური უნარები, ფულის თვლა ცოტა სხვა რამეს ნიშნავს, ანუ ფინანსების თვლას გულისხმობდა, არა ფულს ესე, ანუ ფინანსური პარამეტრების ეს. სხვადასხვა ისე რა, მახსოვს მაშინ რომ ჩავიფიქრე, რომ მე მინდა ეს ვისწავლო, თქო და როგორი გასაოცარი უნდა იყოს, ერთ წელიწადში დავიწყე საქართველოს ბანკში წავედი იმ ორგანიზაციაში, სადაც ფულის თვლა ყველაზე მაგრა იციან. და ისწავლე. კი, ვისწავლე. მე ბანკირებისგან ვისწავლე ფულის თვლა. არა მარტო ეგ, მაგრამ ერთ-ერთი თვისება, რაც ბანკირებისგან ვისწავლე, არის ფულის თვლა. და სხვადასხვა აი ფულის თვლა აღქმა მის დროში, სივრცეში და ის რომ $100 დღეს ღირს $100 და ხვალ ღირს $110 პირობითად ვიზახ. ყველაფერი ეს ბანკირებისგან ვისწავლე. ანუ საბოლოო ჯამში მე ჩავიფიქრე, მივხვდი რომ ეს თვისება არა მაქვს. და თხოვე სამყაროს რომ დიდი ფასი გადავიხადე, მადლობა, აღარ არის საჭირო, ეხლა რაღაცა სხვა მინდა. ფულის თვლაში რა იგულისხმება? ფულის თვლა არის ფინანსების კარგი ცოდნა. სხვადასხვა ფინანსების პროდუქტი, რადგან იცი რა, ბანკს აქვს იდეალური რაღაცა, ბანკი ყიდის ერთ მთავარ პროდუქტს, ფულს. ანუ ეგეთ პროდუქტს არ ყიდის არა. მოდი ესე ვთქვა, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ალბათ სხვა პროდუქტებთან, არალეგალურ პროდუქტებთან ერთად ყველაზე ლეგალური არის ფული. აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი ესე და ფულს როგორც პროდუქტს როცა შეხედავ და უკვე არჩევ X სინამდვილეში იყურები, რომ მაგალითად შენ შეიძლება ძალიან ბევრს ყიდდე. მაგალითად ძალიან ბევრი სეილი კონდეს, მაგრამ არ გივარდკოდეს მაგალითად მარჟა. და შენ ბოლოში აფერი დაგჭება. მე რა ბევრი გაყიდე. ანუ შეიძლება შენ რაც გიჯდება ეგ ფული. პირობითად ფულის ღირებულება რო არის. ფულის ღირებულება იაფი თუ არ არის საკმარისი, რომ ფულის ღირებულება პლუს ოპერაციების ღირებულება ბოლოს არ აღემატებოდეს იმ მარჟას, რომელიც გაქვს, ბოლოს დაგჭება მოგება და თუ არ აღემატება, არ დაგჭება მოგება. აი ეს ყველაფერი არ ვიცოდი. აი ეს ყველაფერი ვისწავლე ბანკში. ბანკირებთან ურთიერთობით ჩათვალე, რომ თალკე უნივერსიტეტი იყო ჩემთვის ბანკირებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ უყურებდი როგორ ექცევიან ფულს, როგორ ეპყრობიან ფულს, როგორ პატივსცემენ ფულს. ერთხელ სხვადასხვა ვიღაცასთან მოვისმინე, აღარ მახსოვს, იმდენს მიგდებს ჩემი ის ხო მაგვირდება ის ალგორითმი და ხო მიგდებს ამ ხალხს და ერთ-ერთი თემა მართლა ვეთანხმები, რომ ფული არა მარტო როგორც ენერგია არის
აი რაღაცნაირი ერთ-ერთი კაცი აზირა და ფული არის როგორც ქალია. როგორ ფიქრობ, შენ ქალს პატივისცემი და სიყვარულით რო არ მოეპყრო, გაგიჩერდება? ნუ რაღაცა მომენტ შეიძლება გაგიჩერდეს რაღაცის გამო, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში არ გაგიჩერდება, იგივე არის ფულია. ანუ საბოლოო ჯამში ეგეც მოპყრობის ამბავია, პატივისცემის მოპყრობის, შენ რო ფულს ითვლი პატივს, ხვდები, და როცა არ ითვლი მე რა საინტერესო. მე არ მიყვარს ფულის ბაბუა ჩემი, სულ ითვლი და ფულს აი cash-ს მაშინ ბაბუა ჩემს სად ქონდა ხო ეს რაღაც ანგარიშები. პენსიასაც რო ურისხავდა, ეგრევე გამოქონდა ბანკომატი და cash და ესე კეცავდა ხოლმე და მე იმდენად არ მომწონდა ეს სანახაობა. ეტყობა ჩემი დამოკიდებულება თავიდანვე. იგრძნო სამყარომ რომ რაღაცა არ შემეხებაზე რაღაცას. აბა ეხლა უბრალოდ რო არ გვეყოფა პოდკასტის ფორმატი არ ითვალისწინებს და შეიძლება მაყურებელს ვისაც აქვს ფულის თემა. აიღეთ უბრალოდ პასტა და ფურცელი და ყველაფერი რაც თავში მოგივათ 15 წუთი და ინიშნე და ყველაფერი რაც თავში მოგივათ ფულზე და უფულობაზე ყველაფერი ამოწერეთ რა. ყველაფერი რაც წამოვა ძალიან საინტერესო და აღმოჩენები შეიძლება გააკეთოთ საკუთარ თავზე ამ თემაზე და ფულთან დამოკიდებულებაზე და პლუს ვისი პროგრამებია რა, იქ შეიძლება ბებიების ფრაზები ამოტივტივდეს ფულთან დაკავშირების, ბაბუების, დედების, მამების, სადღაც მედიაში წაკრული, წაკითხული წიგში მილიონნაირი, ანუ აკრულ სტიკერებს ვეძახი, ამას რა სტიკერები გაქვს დაკრული ფულზე, ხო ყვითელი სტიკერები, დაყარეთ ყველა, დაკაჭეთ და წაიკითხეთ, შეიძლება ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც აღმოაჩინოთ. რა საინტერესო. კაი მოდი ეს თემა ამით ამოვწუროთ, თორე ძალიან რაღაც პირად კონსულტაცია ვიგრძენ და პირადად მეგონია რომ ბევრს რა თქმა უნდა, მაგიტომაც დავსვი ეს კითხვა, იმიტომ რომ თან ჩემი აუდიტორია უმრავლესობა არიან ქალები. და დღეს ქალი ხო ძალიან დამოუკიდებელია, მუშაობს, შრომობს და უბრალოდ მეც გავუგე ამ ქალებს რომ უნდათ რომ დაუფასდეს ეს შრომა სათანადოდ და თურმე რაღაც სხვა პრობლემები შეიძლება გვაქვს გადასალახი. სხვათა შორის ერთი რაღაცა მინდა ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ჩემი აუდიტორია არის ქალები. ძალიან დიდი მოკითხვა შენ აუდიტორიას პირველ რიგში, დიდი პატივისცემა მეორე რიგში და მესამე რიგში დღემდე არის რაღაცები არის, ახლა მე უყურებ ქალს როგორც მასწავლებელს ანიმასი, ხო? ჩემი ანიმა, ანუ ქალური ენერგიის, ხო? და შესაბამისად ქალებისგან დღემდე ვსწავლობ, თუნდაც, რა ვიცი, მიღებას, თუნდაც მარტივად შეხედვას, როცა ქალი ხან ეს რო გავოცდები. მაგალითად ქალ შეუძლია მარტივად შეხედოს ხან მაგ განცდა, რომ ხან ზოგიერთ ქალს ყველაზე არ ვიძახი, მაგრამ შეიძლება ეგონოს ისე მარტივად უყურებდეს, რომ ხეზე იზრდება ფული რა პრობლემა არის. მოწყვიტე და ვიყიდო. ამასაც ვსწავლობ თუნდაც აი ამ მე ნეტა ასეთი იზრდებიან ქალები მაგ მენტალიტეტში. ისე ვიმეორებ, მე მგონია რომ იხლანდელ დროში ჩვენ ყველაზე მეტად შეიძლება ვშორდებოდეთ იმ ჩვენი თავარ თემებს რაც არის და ეს მართლა მოდი ესე ვთქვა მოდა უნისექსისკენ საერთოდ არ უყურებ მაგას როგორც პოზიტიურ მოვლენას. მიუხედავად იმისა რომ მე უყურებ რომ სამყარო ასეთი განვითარების ეტაპებსაც ეხლა არის არასოდეს მიუღწევია და ალბათ პიკში ვართ. თორე პიკ არ გადაგვაყოლოს სამე თორე. ამავე დროს აი ეს ძირითადი რაც არის ანუ არც კაცისთვის არის დასაკარგი თავისი მასკულინური, არც ქალისთვის თავის ფემინინური და ორივემ საერთოდ ჩვენი საქმე კარგად რო ვაკეთოთ, ყველაფერი კარგად იქნება ასე მძერები. არც ქალს არ უხდება მასკულინურობა, არც კაცს არ უხდება фемининურობა. ანუ გადამეტებული, მე ისე ვიმეორებ, ისე თორე ანიმუსი ყველაში არის რა თქმა უნდა. და არ ვიცი, ხა მე ძალიან გვიან ვისწავლე, თუნდაც რა ვიცი, მიღება ჩემთვის საკმაოდ გვიან მოვიდა ეს ყველაფერი და გამცემი. დახმარების თხოვნას ხარ გულისხმობ? მათ შორის არ არის მარტო დახმარების თხოვნა, ბევრ რაღაცის თხოვნა, თუნდაც მიღება რა, თუნდაც საჩუქრის მიღება დაბადების დღეზე, მაგის სწავლაც მომიწია და ბევრ რაღაცის იმიტომ რომ მე ვიყავი ის აი გამცემი და რაღაცა კუთხით ძალიან გვიან მოვიდა ეს გაცნობიერება, ბიჭო არა ვარ მე ეგეთი უანგარო გამცემი. ანუ რაღაც ანგარება, რაღაც მიღებაც მინდა თურმე, ამის აღმოჩენა იყო. ხო, არა, ზოგიერთ მეტად შემთხვევაში რაც ადამიანი ეფექტი ბაშო როზენბერგი ამბობდა ეგეთ რაღაცას, გენიალურ ფრაზას, რომ ჩვენ ადამიანის საჭიროების და კმაყოფილების გარეშე ებს არ აკეთებს. რაღაცა ყველაფერი მოთხოვნილია. ყველაფერი არის რაღაცა საჭიროება უკან. დგას და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ თუ არა გაქვს უნარი რომ მიიღო გასცემ და მე გაბრაზდები.
აუცილებლად, იმიტომ რომ თუ არა გაქვს უნარი რომ მიიღო, ნახე როგორ საინტერესო რაღაცა გავცემ, იმ ადამიანს თუნდაც მადლობის გადახდა უნდა, მაგრამ მე ხო უნდა გქონდეს უნარი რომ მადლობა მივიღო. და ვერ მივიღებ ამ მადლობას და მე რავი შეიძლება შარი მოვდო ენა რა უმადურია ეს რამდენი გაუკეთე და მაინც არ დამიფასა რა. თუმცა არსებობს ისეთი мотиваცია, რომელიც არაფრის გულისთვის აკეთებ მაგას. ხო, ცოტა. ხო, და სამწუხაროდ მაგას არ ვაქცევთ ყურად. და ქალებს აქვთ, დედობაში არის ეგ ბევრი. რატო კაცებსაც? ანუ არა, კაც ფემინური ბოდიში გაგაწყვეტინე, მაგრამ ნახე როგორ რაღაც არის არ არის კაცის როლი. აი ნახე, აი ეგეც მინდა გავაზუსტო რა. მამის როლი არის შვილს ასწავლოს დისციპლინა და დააშოროს დედას. ანუ გამოყოფას დედისგან ხელი შეუწყოს. ეს არის კაცის როლი. კი, და წინსვლას. და შესაბამისად, ეს წარმატება, რეალიზაცია, რაზე შენიხა ყველაფერზე, რაც დამისვი თავიდან კითხვები, ყველაფერი მასკულინურია სინამდვილეში. ანუ ეს ყველაფერი. მაგრამ ამავე დროს, აი ისე უმეორებ, შეხედე, რას ნიშნავს ფემინინური არის განვითარებული? ყოფა არის ფემინინური. არსებობა. თავიდან დაარსებობა, ხო, რაც არის, ეს არის ფემინინური. თუ შენ არ შეგიძლია ეს არხი ჩაკეტილი გაქვს შენ თავში. მიაღწიე რამდენსაც გინდა. ვერ ამოივსე. ვერ ამოივსებ ამ ყოფას. სანამ ფემინინურ ენერგია შენში არ დამუშავებ, მილიარდიც რო გედოს ანგარიშზე, ვერ შეირგებ. შენ ეს აღმოაჩინე გვიან? მე ეს აღმოაჩინე, ხო, რა ვიცი, მე ჩემი ეგო კიდე მეუბნებოდა რომ რა ვიცი, საქართველოს შენთვის პატარაა და მიდი სან-ფრანცისკოში გადაბარგდით, ხო, მაგაზეც მელაპარაკებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მადლობა ღმერთს რომ რაღაცა მომენტში მივხვდი რომ არა, ეს არა, მე განაწარმე, სიმართლე გითხრა დღესაც სწავლობ. მე სტუდენტი ვარ და გავისკდეს. მიუხედავად მწვანეო რომ ჩემი რეგალიები ჩამოთვალე, ეს არის სტუდენტობის უბრალოდ ახალი ეტაპი მეღიბებო მაგაზე, იმიტომ რომ ხო და სხვათა შორის მე პირველი კითხვაც დაგისვი, მოდი მაგით დავასრულოთ, იმიტომ რომ შენ არ გიპასუხია. რომელი? რატომ მოხვედი YouTube-ზე? რატომ მოვიდა? ხო, არა, მოიცა ერთი კაი შესავალი უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ჩემს მაყურებელს მინდა უთხრა, რომ მე აღმოვაჩინე შენი დახმარებით, რომ თურმე ბიზნესზე პოდკასტები მაინტერესებს. აი, საიდან მოვედი აქამდე? თურმე ის რომ მაინტერესებს და რომ მაწუხებს რაღაც ფულთან ურთიერთობა, რომ ვერ მომიგوارებია თუ რაღაც მსგავსი. აღმოვაჩინე, რომ შენი პოდკასტები ნანახი მაქვს პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე. და ერთ მეხუთე პოდკასტზე მივხვდი, რომ აი მეხმართო, ეს მაინტერესებს ბიზნესზე. ხო, შეიძლება ის. შენი პოდკასტი დამეხმარა ამაში და მე მინდა ყველას გირჩიოთ, რომ აუცილებლად მე რა თქმა უნდა მივუთითებ საშას პოდკასტს აღწერაში. ეს პოდკასტი მოგცემთ მარტო ბიზნესით ეხა ეს ამას ვამბობ, მაგრამ ისწავლით ძალიან ბევრ რამეს. უბრალოდ დააკვირდებით, როგორ შეუძლია ადამიანს ამ შემთხვევაში საშას გახსნას სტუმარი. ისეთი სტუმარი, რომელიც არის ცოტა ესეთი ჭრდილში იყო მანამდე ყოველთვის და ისეთ თემებზე ალაპარაკებს, რომ ხალხო ეს ინფორმაცია რომ მისაწვდომია, ესე უფასოდ შეგიძლია დააწყაპო, ჩაწერო საშა კაცმანის პოდკასტი და მოისმინო, ეს არის, არ ვიცი, საჩუქარი მართლა. და უბრალოდ არ გამოტოვოთ და არ გაუშვათ ხელიდან ეს საჩუქარი. ძალიან ბევრ რამეს ისწავლით. და მოდი გითხარი. გითხარი საშა, რატო მოხვედი ეს კაცი, რომელიც სულ ჭრდილში იყავი YouTube-ზე როგორ აღმოჩნდი? მოდი, სინამდვილეში მე თელი ეს შენი პოდკასტი ირიბად ვცემ პასუხს ამ კითხვას, რა თქმა უნდა. მაინც კიდევ პირველ რიგში მივესალმები შენ აუდიტორიას და თუ გამოწვენენ ჩემ არხს, ვიქნები ძალიან მადლობელი და ბედნიერი. აუცილებლად. მეორე, რატო მოვედი YouTube-ზე? ეს იგივე კითხვარი, რატომ მოვდივარ ამის სფეროში? მე მოვდივარ ყოველთვის სფეროში იმისთვის, რომ ის გარდაუქმნა. ყოველთვის ეგრე იყო. მე მოვედი მარკეტინგში იმისათვის, რომ გარდამექმნა ის მარკეტინგი იმ გზით, როგორც არსებობდა მაშინ და გამიხსნა გზა უამრავი ადამიანისთვის და დღეს უამრავი ადამიანი არის ამ ინდუსტრიაში. იგივენაირად მე მოგვიანებით იგივე ვქენი ალბათ ეს პიროვნულ განვითარებაში, ხო? ანუ გავხსენი გზა უამრავი ადამიანისთვის. ეხაც მინდა ამ სფეროში რაღაცა გარდაუქმნა. ჯერ ბოლომდე მე თვითონ არ ვიცი, ვეძებ რა მინდა, მაგრამ ერთი რაღაცა რაც მესმის ის, რომ ჩემთვის ეს ადამიანი როგორ შენახსენე რა, ეს ბიზნეს წარმატებული ადამიანები პირველ რიგში არიან ადამიანები.
ადამიანები რომელმაც მიაღწიეს ძალიან დიდ წარმატებას. მე ვიწვევ იმათ სივრცეში ერთი მიზეზის გამო, რომ მივცე მათ ის უნიკალური სივრცე, ალბათ სივრცე არის მნიშვნელოვანი სიტყვა და ის მოსმენის ხარისხი, რომელიც მისცემს საშუალებას ამ ადამიანებს რომ გაიხსნან და იმ მოტივებზე მოყვნენ, რომელიც იდგა და რომელიც რეალურად ქმნიდა ამ წარმატებას. ეგ არის ამ მოტივებზე ხშირად ფაროლზე ვიყვება ჩვენ ხო გვიყვარს ძალიან ეს ზედაპირულად წარმატების ისტორიების მოსმენა. ხო იმ წარმატების უკან ხშირად არის ტკივილი. იმ წარმატების უკან ხშირად არის მტკიცება. იმ წარმატების უკან ხშირად არის მოусმენრობა და ბევრი ისეთი რაღაცა რაც ამ წარმატებულ ადამიანებს ამოძრავებს. და მე სულ ვიძახი რომ ყველა წარმატებული ადამიანი რაღაცა კუთხით არის ობსესიური. ობსესიური თავის იდეით. შეპყრობილი. ანუ აი ამ შეპყრობის გარეშე როგორ ამ ადამიანებს ღამე ეღვიძება. ანუ რამდენი შეპყრობილი უნდა იყო რომ სადაც არ უნდა იყვნენ დასასვენებლად მიდიან ამაზე ფიქრობენ. ეგეც ობსესია არის. რაღაცა კუთხით არის მშვენიერება ამაში. მე არ ვამბობ რომ ეს მოდი გახდი ობსესიური, ხარ ვამბობ ამას. მე მომხრე ვარ პირიქით ვიღაცას უნდა რომ 24 საათი იშრომოს. ვიღაცას უნდა 3 საათი იშრომოს. ბიჭო, სამყარო მდიდარია, შენც მოგცემს 3 საათიან შესაძლებლობას, იმას მიცემს 24 საათიან შესაძლებლობას. რა პრობლემაა? მოდით შევხედოთ სამყაროს როგორც უნიკალურ ადგილს, სადაც არის უამრავი შესაძლებლობა. ადვილი, ყველაზე ადვილი არის დააბრალო სხვას. გარემოს სხვა ადამიანებს, თავრობას, არ ვიცი, ეკოლოგიას, მილიონ რაღაცა შეიძლება გადააბრალოს. მშობლებს. მაგრამ ერთი ყველაზე მთავარი რაღაცა არის და მთავარი რაც გამოვიტანე, იცი, აი ამ გზიდან რაც ვიარე. რომ რაღაცა თვალსაზრისით დასრულობა არის შენი დეფიციტური ბავშვობის მიღება და მისი გაშვება. აი მოკლედ შემიძლია ერთ წინადადებაში ესე თქვა. ხო, იმიტომ რომ ის დეფიციტი არასდროს შეივსება. ის მორჩა დამთავრდა. ხო, მაგრამ მეორე არის. იმ დეფიციტის ადგილას შეიძლება აღმოცენდეს შენი შინაგანი მშობელი, რომელსაც გამოზრდი საკუთარ თავში. ის დედა და ის მამა, რომელიც შენ ხდები შენი თავისთვის. და ეს არ უკარგავს შემშობლებს, არც დაფასებას, არც ამაკს. ეს გძენს შენ ძალას იყოს დასრული პასუხისგებლიანი ადამიანი. საშა, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. მე მგონი არჩეულებრივი პოდკასტი გამოგვივიდა და პირადი კონსულტაციაც მივიღე შენგან. იმედია მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იყო. და კიდევ ერთხელ გირჩევთ საშა კაცმანის პოდკასტი გამოიწეროთ YouTube-ზე. ძალიან ბევრ რამეს მიიღებთ ამ პოდკასტისგან. კიდევ ერთხელ მადლობა. მადლობა სალომე შენ მასპინძლობისთვის, დაინტერესებისთვის, შესანიშნავი მოსმენისთვის და ყველანაირი ხარდაჭერისთვის, რომ ეს პოდკასტი გამოსულიყო ასეთი მშვენიერი. მადლობა და მე ჩემს მაყურებელს ვემშვიდობები ერთი კვირით. კარგად.